სეზონში პირველად გვიწევს მაგას გავს. არ არის. ვიცი რო არის, მაგრამ გავს. აუ, კარგად რა. აიყვანეთ ვინც გინდა ეს კაცი. ნუ ზემოქმედებ. აუ იმენა არ კაროჩი ზეგა რას გვიშევიჩე? თქვენ რას მიშვებით? ჩვენ კი არა, მართლა ჩვენ რას უშვებით, რა დაგვიშავა კაცო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ერთ ნახევარფინალს ხوار დავჯერდებოდით, ორი ნახევარფინალი კიდევ უკეთესია, სამი საერთოდ, მაგრამ ნახევარფინალი აღარ გამოდის მაგ შემთხვევაში, ამიტომ ორი იყოს. მოკლედ ახლა გადაწყდება ფინალში ვინ ითამაშებს და ჩემთან ისევ შესანიშნავი ადამიანები, საქართველოს სასიკადულო შვილები, ყველასათვის საყვარელი რაღაც იმისავით, იუმორინასავით უნდა გამოგაცხადოთ. დუშ. კალაზე უნდა ვიყო. კი. ლენკა და ელოშა და ოზი და ზიადე არიან. ჩემთან ერთად ზიადა. ოზიადა. მეოთხედ ფინალ მოგებული ხალხი რა, ესეთი მოგებიდან წამოსული ხალხი, შემდგომი მოგების მოსაპოვებლად მზად მყოფნი და მოკლედ მგონია რომ ძალიან კარგი თამაში გამოგვივა დღეს. თავარია რომ პროცესი იყოს საინტერესო და სასიამოვნო. როგორ ახართ ისე? აი ეგრე ვარ მე მოვედი სათამაშოდ. წინაზე თამაში უფრო გამისწორდა ვიდრე მოგივიდა. გასართობად. რო არ მოვიტყუო. ხო, მეც მგონია რომ ეგ არის თავარი ესაც ეგრე ვარ. პეცი. თქვენა? კი, ყველა კითხვა გვინდა. ანუ რო იყოს თამაში. ხო. გაიაროთ სრულად. შესაბრძოლოა. ბიჭო, არა, მე ჩემს ყველა ზოგადად ქულა გვინდა. ორი არა, ეგ ორივე ჩემთვის არის ეს რა ქვია, თანაბარი სიამოვნება რა. ანუ თამაშის პროცესი ასწორებს და თავარი არის ის, რომ კარგი თამაში იყოს რა. ფარითან გენაცვალეთ და ვინაცვალეთ და კიდე მადლობა ჩვენს სპონსორებსა და პარტნიორებს. დავიწყებ იმით, რომ PSP კლავაც ერთგულად ჩვენი მეგობარია და PSP-სგან საჩუქრებსაც მიიღებენ ჩვენი მონაწილეები. დანკინი არის ჩვენთან ერთად და დანკინის ყავითა თუ ჩაითა თუ სხვადასხვა ამბებით შეგიძლიათ ჩაიგემრიელოთ ყელი მთელი თამაშის განმავლობაში. გონებრივ მუშაობაშიც დაგვეხმარება და ამ სეზონიდან ჩვენი ძვირფასი მეგობარი არის გამომცემლობა ინტელექტი, რომელიც ჩემთვის მანამდეც ძვირფასი მეგობარი იყო, მაგრამ ახლა უკვე მაძიებელშიც მოხდა ჩვენი დამეგობრება, ინტელექტისგანაც მიიღებთ საჩუქრებს მეგობრებო და მეტიც მესამე რაუნდს ვითამაშებთ ინტელექტის რაუნდს და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ინტელექტის რაუნდი, მოკლედ. აი ესეთი ამბები გვაქვს, ასევე ვიტყვი რომ Click Production-ი იღებს მაძიებელს, ხოლო Heima Production-ი მუსიკალურად აფორმებს. შეგვიძლია აი ამ ნოტაზე დავიწყოთ, მაგრამ მე უნდა ვთხოვო ასევე ხალხს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი. თაროსთაობა გამოიწერეთ, მაძიებელს უყურეთ, კომენტარები დაგვიწერეთ, მოიწონეთ, გამოყევით სხვადასხვა პლატფორმებზე და ერთიანი თუ გერბი. ერთიანი. ბორჯღალი. გერბი ხო? გერბი. ოპ. ერთიანი. რა თქმა უნდა. ერთიანი და მიიღეთ გადაწყვეტილება დაიწყებთ თუ არა. დაიწყებთ. მოდი ვნახოთ. პირველი მინიშნება ყველას გაჩვენებთ, მაგრამ ლენკას და ელოშას უფრო. ადამიანი სოფლიო ისტორიიდან, ხო? სოფლიო ისტორიიდან ნამდვილად ადამიანები. აი ესეთი ფოტოკოლაჟი. ეს церти ვერ ვიცანი. შუის ბაქრაძე არის. შეიძლება აქეთ ცოტა? კი. აბა გადახედეთ უცებ და წავიღე. ყურსასმენები. ვინ არის ეს ხალხი? სახიობები არც ერთი არ გეცნობა? აბა დააკვირდეთ. სახიობიც იცი, ეს ჰარი პოტერში რო ვირთხა არის ეგ. რაღაცა რა შეიძლება ქონა როლი აქვს რაღაცა საერთო დიდი ალბათობით? თუ ერთ კონკრეტულ ადამიანთან ამ 4-ისგან როგორ უნდა გავიდეთ ახლა მაგას ვფიქრობ რა. ესეც საკმაოდ კარგი მსახიობია, ნეგატიური როლები ამას ბევრია. ამას ძირით ერთი როლი აქვს ისეთი, რომ აი მსოფლიო დონეზე გასულია. აი ეს ვინ არის საერთოდ? ეს მე მგონი, ეს არ ვიცი კარგად. და ის კაციც არ ვიცი. ის ვინა? ანუ შენ საერთოდ არ ვიცი ამის გარდა. ეს ორი ვიცი, კაცო. ამის ვინა ნახევარს ვქები. ამის ნახევარს, მაგრამ ვინ არის ახლა? სახელი და გვარი არც ერთის არ ვიცი. რო არ მოგატყუო. შეიძლება სახელშიც იყოს ამ გვარში რაღაცა ის. სახელებში იქნება დიდი ალბათობით რაღაცა მინიშნება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ან როლებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. კოჩი ცუდი ადამიანის როლი, ამასაც აქვს, მაგრამ ეს
მე ერთი საერთო ცუდი ადამიანის გარშემო ხო არ არის. რეჟისორი ხო არ არის ვისთანაც ყველას აქვს ნამუშევარი? შეიძლება. ეხლა ძალიან გაბლანკული თავი მაქვს. მე გუშინს ვქვი რომ მსახიობები შანსი არ არის. ანუ არა, ვიღაცამ მსახიობი იქნება დიდი ალბათობით, ან რეჟისორი მართლა რა. ისე არ ჩდება პროსტა. პროსტ სახელები მაინც მახსოვდეს რომელიმეს. ესენი რომ მსახიობები არიან, მაგაზე გავედით, ხო? ხო, არა, მახსოვს რომ ყველა მსახიობი არის. ანუ ყველას ფილმი მაქვს ნახე, ამისი ერთი ფილმი მაქვს თუ სწორად მახსოვს ნახე. შეიძლება შევხედო უცებ? აი, ეგ ვინ არის ვერ ვიცი. ახალგაზრდა არ არის ეგ რამეს ხო? ხო, ანუ რაღაცა ეგეთი არის. ვიღაცა მოხუცი რეჟისორი შეიძლება იყოს რა. მოხუცი რეჟისორებში ცოტა აწიერა დავიდახავ მეც რომ. არანაირად არ დაიწყო. იმას ვთქვით რომ ნუყურეს. ხო, რა, გვავნებს ისე. ეხლა პასუხისგაცემა იმათაც არ ექნებათ არაფერი და ჩვენ. მე მაგრამ შეშენია რომ კონდეთ. ანუ რომც კონდეთ არ არის პრობლემა. უყვართ და იცნეს მაგ შემთხვევაში. ყველას ხო ვერ იცნობენ. მე არ მგონია რომ ეს იმან ციცოდეს. კაი სათამაშობს, რა როლს თამაშობს? არცი? აი, როგორ აგიხსნა, აი, კონკრეტული ფილმების სახელები არც ერთ არ მახსოვს. გეუბნები ეს მახსოვს, მარტო ჰარი პოტერში რო ვირთხარი, ისა. ვირთხარ რას ნიშნავს? ვირთხად გადაიქცევა რა და მაგ პერსონაჟს რა ქვია, იგიც არ მახსოვს ახლა. კრეფცევის გარეშეც ვირთხა. ჰარი თუ რაღაცა ეგეთი ქვია მე. კაი, ოკეი, მაშინ ესენი შეიძლება არა, ჰარი არა. ყველანი ქვია. ანტიგმირები ხო ხო, არის? ყველა ანტიგმირი შეიძლება იყოს რა და მაგაზე შეიძლება გავიდეთ რა მომდენო. კაი, ახლა ვერ ჩვენ პასუხი არ გვაქვს, გადავცეთ იმას. გადავცეთ. კეთილი. აფიქსირონ არასწორად და ბედნიერად ვიქნები. ზო. ამაში შენ მეძება. ჩემს პრემიერ. ავიდა დრო. და ნახე ეს ჯეფ ბრიჯისი არის აქ. ხო. ამისი სახელი არ მახსოვს. ამის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ეს კაროჩე პრეზიდენტის უთამაშია, მანიაკიც უთამაშია ამას. ეს კაპიტან კირკს თამაშობს Star Trek-ში, რამდენადაც მახსოვს. სხვა საიდან გახსოვს ეგ? ჰა? სხვა საიდან გახსოვს თქო? უმეტესად მაქიდან მახსოვს. ოკეი, ოკეი. ხო. ხო მე არა ვარ Star Trek-ის დიდი ფანი და ხო, პოლიტიკური ფიგურა გონია. მაგრამ ეხლა ნახე როგორ რაღაცა არის აქიდან, როგორც მახსოვს პრეზიდენტი ამას უთამაშია. ამასაც. და ეს რა ქვია, რაღაც მანიაკალური ტიპები უთამაშიეთ კიდევაც ამათ და სადღაც მაგამდე მივდიოდი რა, ეგ პანტი ეს პოტენციურად რომელი პრეზიდენტი გახსოვს რომელი პრეზიდენტი? ბიჭო, არა. ეგ არა, ანუ შეიძლება ზოგიერთს ანუ ჯეფრიჯის ვაფშე პრეზიდენტი ნათამაშები აქვს, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა რაღაც ნათამაშები აქვს, ეს მახსოვს. აუ, პოტენციურად ვინ შეიძლება რომელი პრეზიდენტი შეიძლება ითამაშოს? ბიჭო, ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს პროაქტიული. ანუ ჰოლივუდი ჯეფრიჯი 80-იანებიდან აქტიური არის რა, ანუ ტრონიდან მოდის უკვე მაგისი ის მართლა არ მახსოვს პროსტ საიდან. ვეჭერ მინიშნავენ და ხო, რაღაც მინიშნებოდი არის საჭირო. ესეც კარგი აქტიური ტიპი იყო, ეხლა ხანს გარდაიცვალა. ბოლოს ტექსტში თამაშობს. მოდი დავსკიპოთ ეგრევე. რო არ მივცეთ და ეგ არის ან მეორე მინიშნებით ეგრევე რაღაც სკიპავს. ეს უკვე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ ნაკლები დრო დაგჭირდეს. მეორე მინიშნებაზე გადავდივართ, მეგობრებო. ანებდი რეცემე. ყველა სტრატეგიულადაც ასე გადაწყდა, რომ ჯობდა მეორე მინიშნებაზე გადასვლა. მეორე მინიშნება არის აუდიო და მოვისმინოთ ეს აუდიო. I have nothing to offer but blood, toil, tears, and sweat. We have before us an ordeal of the most grievous kind. We have before us many, many long months of struggle and of suffering. You ask, what is our policy? I will say, it is to wage war by sea, land, and air, with all our might, and with all the strength that God can give us. შემოძრობს. ეგ არის ხურცასმენები, ჯერ თქვენ ჯერ არ არის. ანუ ეს ამონარეთი არა ამონარეთი რომელიღაცა ფილმიდან ვინც კითხულობს არ ვიცი შეიძლება ამ 4-დან ერთ-ერთიც იყოს, შეიძლება თვითონ პასუხიც იყოს, მაგრამ მე მაინც ფიქრობდი რომ ვინმე ცნობილი რეჟისორი დაგვეფიქსირებინა. პროსტა კავშირს ვერავისთან ვერ პოულობ მანდ გამომდინარე იმათ უეჭველი ვიცი რომ სწორად გასწავლე. ანუ მაგდაშვებით რომ სავარაუდოდ იციან, იქნებ ცდებიან უარი ვარიანტიც რომ. არ ამგონია რომ ცდებოდეს ზიადი. და დამაჯერებლად თავის თავში ეგეთი დარწმუნებული თუ არ თვითონაც თუ აცილებს აუცილებლად დააფიქსირებენ. კაი, თქვათ რომ მე რეჟისორზე გავიდეთ. სპილბერგის იქით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დროში ჯდება, ამათი გადაღება შესაძლებელი კონდა. ანუ დროში ჯდება რა პროსტა.
და ეგეთი დონეც არავინ არ არის. ის პროსტა იცი რას გავდა, როკი რო ებაზრება, იმას გავდა თავიდან ეგ მეგონა რომ მეთქი სილვესტერ სტალონე რო ლაპარაკობს რა. Sometimes you get you have to stand up. Oi, ეგის TikTok-ზე იყო სამუდი, მაგითია ცნობილი ეგ. კარგი ფილმი. მოტივატორი. ხო და რავი, მაკონჩი ხო. ოკეი, არ ვიცი. ხო გავრისკოთ თქო, პროსტა სპილბერგი გავიქნიოთ რა. მე მგონია რომ ეგ არ არის სწორი პასუხი. არც მე არ მგონია რომ შეიძლება სწორი პასუხი იყოს, მაგრამ რო იყოს მაგრამ თუ მაინც უნდა ეხლა გამოიცნონ ნახე, მაშინ. იმათ ხო და ნახონ, იმათ ერთხელ რო ნახე, გახდება იმათ ჯობია. ნახონ მეორე მინიშნება უნდა ნახონ. ხო. ხო და იფიქრონ, მე რა ხო მოისმინეს ეგრევე უნდა ეგარიო. დააფიქსირონ. მე ჩვენც ხო გვექნება იმის როგორ არა. თუ იმათ თუ არასწორად დააფიქსირეს დააფიქსირეთ, და თუ იმათ დააფიქსირეს და სწორად ქონდათ, ზო მოიგეს. თუ არასწორად ქონდათ, მეორე ჯერ მე უკვე ჩვენ ან თუ არ დააფიქსირეს, ხო, მაგრამ ხდება ეხა ოზიც ხდება ნელ-ნელა და body language-დან გამომდინარე მე მგონია რომ ორივემ კარგად იცის ფილმები და აი. ხო და მაგის გამო ვისკავ პროსტა აი პროსტა სპილბერგსაც იმპორტში ვიძახი რომ შეიძლება იყოს რა ანუ აუ არ თქვა, იმიტომ რომ ეხა ეს რო არასწორი იყოს, ხო, მაინც კარგად ქულას და იმათ მათ არასწორად გასცემენ. ამ კითხვას მაინც ვერ გამოვიცნობ ერთქულიანზე თვითონ სურათი მომიტანო მინდას. არა უშავს, არ დავაფიქსიროთ. ნახოთ. ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის რომელი? ჯე ი რა ნი აი ჯე ი რა ნი სო დაფიქსირებთ სტივენ სპილბერგი. აი. არ მგონია ეს. ვიცი. დააფიქსირეს ლენკამდე ელოშამ, უფრო ელოშამ, იმიტომ რომ ლენკა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჯეირანში ელოშამ გაიმარჯვა და ეს არ არის სწორი პასუხი. კითხვა მაქვს, ეს იმ ადამიანის ხმა არის? მაგას ვერ გეტყვი. არა, ბიჭო, ნახე, რასაც ვფიქრობდით ეგ მომენტი არის, რომ ამერიკელი პრეზიდენტი არის რა, რომელი არის ეგა? კითხვა. უთხარი რომ ხმა მაღლა ისაუბრე. შეგვიძლია ხო არა? გამოეთიშნენ. რომელი პრეზიდენტი ახლა მაგაზე არის უბრალოდ ხმა გავს ჩერჩილს ან ეგ არის ჩემი პირველი ვერსია, მაგრამ ჩერჩილი რო თქვი ბრიტანელებმა იქნება ესენს ბრიტანელები არის. ბიჭო, ჯეფ ბრიჯისი ბრიტანელი არის მომენტ. ხმა არის, აი რა ვიცი, ერთ ჩერჩილის ხმა. კაპიტან ჩერჩილის ხმა არის დარწმუნებული ხო? აი ის მიმი მაინც არის, ჩერჩილმა ერთხელ თქვა და That is the result of his majesty's government. ბიჭო, ანუ ალკოჰოლიკი არის ჩერჩილი, ეგეც უნდა გავიწყდება. ანუ დილ სვავდა ვისკის. ჩაის მაგერად. შენ რო founding fathers ერთი ტიპი უნდა დავასახელოთ. ერთი ტიპი უნდა დავასახელოთ, ბაზარი არა, მაგრამ ეხლა ნახე ტექსტი იყო იქ ისეთი, რომელიც იყო ომზე. და ჩერჩილი კაკრაზო პერიოდულად ჯდება, მაგრამ ანუ ბიჭო ბრიტანელები არიან? ბიჭო, არ ვიცი, არ მგონია რა. ანუ ჯეფ ბრიჯის ბრიტანელი არის თუ არა, ეხლა მაგას ვიხსენ. არ არის ბრიტანელი. არ ვიცი მე. რატო გადავწყვეტეთ რომ ამერიკასთან გვაკავშირებს? ბიჭო, ანუ ჰოლივუდში წახვედი მე. ყველა საქმე თამაშები ისეთი როლი, რომელიც არის რაღაცნაირად, ანუ ასოცირებული, ანუ ლიდერთან, რომელიც ჩერჩილს არც ერთი არ გავს აქედან, რომ რამე რო ეთამაშა ჩერჩილი. ჩერჩილი ხო, აი, მაგრამ ეს რატო ვერ ვიხსენებ ვაფშე ვინ არის ეს? ჩვენ ხო შეგვიძლია მესამე ნიშანი. მესამე ნიშანი შეგვიძლია და მარტივად ის ვქნათ რა გავიდეთ. ჯერ ჩვენ გვანახეთ ხოლმე რა. რა. ეს მესამე ნიშანი. ანუ ყველა ერთად ნახულობ. ან მე წაგებული მაქვს. ხო, გაჩვენებთ, ანუ გინდათ რომ გადახვიდეთ ორქოლიან მინიშნებაზე ნებისმიერ შემთხვევაში. ნარად და შვიდად. კარგი ბატონო, მაშინ სპეციალურად ორქოლიანი მინიშნება. ბრიტანეთი არა ჩერჩილი გამოდის მაშინ ხო. ჩერჩილს ვაფიქსირებთ. აფიქსირებთ უკვე, აღარც დაელოდებით. Fathers. აი. პასუხი არის ვინსტონ ჩერჩილი. ეს სწორი პასუხია მე. უნდა გავსულიყო მაგრამ ნუ აი რატო რა. ეხა აგიხსნით ყველაფერს ბარემ. მე ან for founding fathers-იდანაც მივხვდი უკვე რა. ეგ იდეა ვაფშე არ მომივიდა. პროსტა ერთმანეთთან დალინგვას ვცდილობდი, მაგ 4 იმისი და ვაფშე არ მე ხმეთმისე თავიდან, მაგრამ ხო ძოცხალ რაღაცა ტრამპი პინგვინის მე აღარ მეკვირს არის. ბოლო მინიშნება თან აი ესე უნდა მეჩვენებინა სპეციალურად. ხო, იმიტომ რომ ვინიშანიც ჩერჩილის მაჩვენებელი, მაგრამ აქამდე არ მივედით.
ბორის ჯონსონი მეცად გეტყვით, აქ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია, ასევე ჩერჩილის შთამომავალი, ასე ვთქვათ, მაგრამ ზუსტად ხელსაწერს მის მიერ დაწერილ წიგნს უინსტონ ჩერჩილზე. ცნობილია, რომ უინსტონ ჩერჩილზე ბორის ჯონსონმა დაწერა წიგნი. ამათ რაც შეეხებათ, ყველა მითამაშეს ჩერჩილის როლი. არ არის ეს ჯეფ ბრიჯესი. ჯეფ ბრიჯესი არ არის? ეს არის გარი ოლდმენი. გარი ოლდმენი. ბიჭო, მაგიტო ეგეთი ბებერი გარი ოლდმენი არც მაქვს. დაბერდა კაცი ამასობაში. აი მე გარი ჯეფ ბრიჯესი ოლდმენია. არ ვიცი ვინა, მაგრამ ეგ გარი ჯეფ 브იჯესი არის ტრონში. აირონ მენში არის ეს ჩვენი, ეს არ უნდა აგვეპო. გარი ოლდმენი, ისტორია ჩვენი. ბრაიან კოქსი, ჯონ ლითგოუ. ეხლა ხანს გარდაიცვალა. ესა არა, ეხლა ითამაშებს იმას. დამბლდორს თამაშობს ჰარი პოტერის სერიალში. და ბოლო? ლითგოუ, ხო? ბოლოს სახელი? არ გიშლება წესით. ხო, ან სერიალში უნდა ითამაშოს და ტიმოთი სპოლი პიტერ პეტიგრიუს რო იხსენებდი. პიტერ პეტიგრი. ხო. ხო, კაპიტან ფერცას თამაშობდა. კი. დავიკარგე, აი იცი სად ვიყავე? სადღაც სხვაგან. სხვაგან სპილბერგი დავაფიქსირე შეჭება. პროსტა იმ პონჩი რომ მეთქი თქვენ ამათ უეჭველი იციან, არ მე მსახიობებს ვერ მოვშორ. ეს ის არის რა, Succession-ის თუ გაქვთ ნახე. ხო, აი Succession. ლოგან როი. ნახე დიდი ალბათობით. ან იმაში ტროაშია მე. დიდებული ბრაიან კოქსი. ტროაში და არის? ხო, ეგ არის. ხო, იმაში პრიამოს არ თამაშობს ტროაში? წესით. კი. აი იმში როა რო იცინის. ხო და გარი ოლდმანმა საერთოდ ოსკარი აიღო ჩერჩილის როლში. ჩერჩილის როლი. შენიერი. ბიჭო, ჯეფ ბრიჯის რატო გავს აქ გარი ოლდმანი? კაი. 2-0-ია ანგარიში, ოზი და ზიადი წინ გადიან 2 ქულით და მეორე დოსიეს სანამ მივადგებით, მანამდე ნახოთ უინსტონ ჩერჩილის. 7-1 დავწურავთ? ეგ პირიქით იქნება. 1940 წელს პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი უინსტონ ჩერჩილი კონსერვატიული პარტიის სათავეში მოდის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხდება. ჩერჩილის მმართველობის პერიოდი მეორე მსოფლიო ომს ემთხვევა. მძიმე პერიოდში ჩერჩილის გადაწყვეტილებები, ისევე როგორც მისი საჯარო გამოსვლები ხალხისა და არმიისათვის გამარჯვების იმედს აჩენს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებთან ერთად ჩერჩილის ბრიტანეთი ნაცისტურ გერმანიას ამარცხებს. ომის შემდეგ ჩერჩილი ოპოზიციაში ინაცვლებს, თუმცა 1951 წელს არჩევნების შედეგად პრემიერის პოსტს მეორე ვადით უბრუნდება. ისტორიული და ბიოგრაფიული ნაშრომების თუ შესანიშნავი ორატორული უნარების გამო უინსტონ ჩერჩილი 1953 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც ხდება. ვაგრძელებთ მაძიებელს, მეორე დოსიე უნდა გამოვიძიოთ. ახლა ამჯერად ოზის და ზიაც ექნებათ უპირატესობა. ნოტო, აუ. ჯერ გაჩვენოთ. აი, ასეთია პირველი მინიშნება. კენე? Yes, ახლავე გადავიღოთ. გაჩვენებთ თქვენს. მას შევინახავ მანამდე. და გადავცეთ ახლა. აბა ძმებო. შეგუწევ ეს არ ვიცი ვინ არის ეს გავს ეს საერთოდ არაფერი რეფერენსი არის უბრალოდ სარკის ეს პიროვნებას არ ვაქცევთ შენ ნახე პიროვნებას არ ვაქცევთ ყურადღებას მაგრამ აქ არის ნახე როგორი რაღაცა სარკეში იყურება თვითონ ეს და ორმაგი ცხოვრების პონტი არის რომ თან ჩოგბურთელი არის და თან ის პიროვნებას ვცნობს პიროვნება უნდა გამოვიცნოთ რა ანუ და ეს არის იმაზე რა ქვია პრინცესა რომელიც იმაზე ან პრინცესა დაიანა ცნობილი იყო რომ ეხმარებოდა ყველას ეს პრინცესა დაიანას გავს ხო არის წესი დარიგით რავი თუ ვწდები ეს არ გეცნოთ ხო ანუ სამწუხაროდ ხო ოკეი მაგრამ აი მუსკულატურა კი აქვს მიუხედავად იმისა რომ ხალია ხო ხალია პირველი ჩოგბურთელი ხალი ხო არის რა შეიძლება ჩანაწერია არა მაგრამ ეხლა ხო აკვირდები და ნინო ბურჯანაძეს კი ნინო ბურჯანაძის და სარა კონორის და ნინო ბურჯანაძის ნაჯვარია დაზავი კი ხო და საქმე ისეში არის ხა სარკეს რო უყურებ თითქოს და ისე რაღაცა არის ან დუალისტური მომენტი შეიძლება იყოს რა ანუ ადამიანი რომელიც თან ჩოგბურთელი არის თან რაღაც დახმარებას იმაშობა და ან ძალიან ბევრ რაღაცა ისე იმაშობა და არ ვიცი უბრალოდ მე ფიზიკურად რა არის ეს და პირველი მინიშნებით მე ხო შანსი არ არის რა ხო და ხო არ გავსკიპოთ ისე რომ იმათ დროის შემცირების სტრატეგია ეს სტრატეგია საინტერესო თავისი სტრატეგიები ჩამოუყალიბდა მაძიებელს ამასობაში თქვენ ჯერია ზიად არ და მაინტერესებდა
აბა თქვენ რას ხედავთ აი, მოცემულ? რას ახლა ნახე რა, ხედავთ? ეს არის ის ქალი ჩოგბურთელი დიდი ალბათობით ყველაზე ცნობილი ვინცარი მთელი ისტორიის განმავლობაში. ვინ? თუ სწორად მახსოვს პეტე სამპრასი, არ ვიცი, ქალი იყო თუ კაცი იყო, ეგ ვიცი, თორე პეტე სამპრასი ძალიან ხშირად მესმოდა ხოლმე რა. და შეიძლება ეგ იყოს, მაგრამ მაგასთან არაფერს არ შვება, არაფერს. ეს ვინ არის? პრინცესა დიანას რატო გავს? ეს არის დიდი ალბათობით რა, ანუ რაღაცა სპორტული ივენთი არის, ესეც და ესეც რაღაცა იგი ნადირობაზე. ეს არის უბრალოდ სურათი. ჩემი აზრით. просто სარკეში არავინ იყურება. არ არის. ეს მგონია. ძმა. ჩვენი ძმა იყურება სარკეში. ჩვენი კახელი ძმა. რა დაკარგული ვარ. აი, ეს უიმბლდონთან რამე დაკავშირებული ხო არ შეიძლება იყოს. ეს კაცი არავის არ გავს, ანუ მე ვინც ვიცი ეგეთ ადამიანს ვერავის ვერ მოუწევს. აჰა. არც იმას არ გავს. ეს პრინცესა დიანა, მართლა? ეგრე მგონია. ხედავ ვერაფერს. იმიტომ და ეს წითელი ჯვარის თმაც ეგეთი, არ არის წითელი. რაღაცა აქვს, წითელი ჯვარია, შიგნით ინგლისის დროშა შეიძლება ჩაითვალოს. და რა წერია ვაფშე? რა ინგლისის დროშა, გიორგი? ინგლისის გერბი რა, რაღაცა სპორტული ღონისძიებაზე ჩავთვალოთ და უშავთ. ჰალო რა არის ეს? ჰალო. აი, ჩოგბურთი. კაი, ეს ანარეკლად ჩავთვალოთ მის სურათი. უყურე, თუ ჩოგბურთთან არის ასოცირებული, ეს არის ბალახის სპორტი და უშავთ, ეს არის ისა, ეს რა შუაში არის? არა მგონია. სარკის. ჩოგბურთთან იყოს დაკავშირებული. მე მგონია, რომ ეს არის ანარეკლის ანალოგად მოყვანილი ეს მესამე შეიძლება სურათი. ტყუპის ცალი ყავდა ან რამე ეგეთი, ან ვინმე ტყუპები შეიძლება იყვნენ. რაღაცა, აბა ანარეკლი რაღაცა კავშირში ხომ უნდა იყოს იმასთან. აქ რა ხდება ვაფშე? რაღაცა ან ნადირობენ? არა, ეს იქნება რამე პოიზონოუსისა უკან. ნიშანი. ეს აი პეტე სამპრასი თუ ქალია, ეს არის პეტე სამპრასი რა, ჩათვალე ეგრე. არა ქალია თვალე ეგ არის ჯერ. ჯერ როდის ვაპირებ რომ გავარკვი ეგეთ. ეს ის არის ვინც მე მგონია. თუ ეს პრინცესა დიანა და ეს პეტე სამპრასი არის, მაშინ ბრიტანეთთან მივდივარ. ეს იყოს ლუის ჰამილტონი. მაგას გავს. არ არის. არა, ვიცი რო არის, მაგრამ გავს. აი Google-დან არის random photo. რენდომ ფოტო რო იყო შატერსტოკი ეწერებოდა. მოვაცილეთ. არა, ამაზე ვერ დავაფიქსირებთ ვერაფერს. ჯეირაინთან ო, სპილბერგივით. სპილბერგი ხო მიხდი რა, ბრატა. პანიკური შემოტევის გასროლა იყო რა. ხარაგზა იყო. დაკარგული ვიყავი ძალიან. აუ რა დავიკარგე ძმა. არა, მეორე მინიშნება უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ ეს არის ვიდეო მინიშნება. მოდი ვუყუროთ მეორე მინიშნებას. კაი, მინიშნება დაგვემატა მულენდინგი, ნეილ ამსტრონგი. მულენდინგი უკვე ხონდა ჩვენ ეს რომ ეგრე რომ იმათ არის შეიძლება სიტყვების თამაში იყოს, ან გვარი ამსტრონგი აქ ვინმესი, ან ნეილ ქვია სახელი, ან თوارესთან არის კავშირში. მოგახსენდება მუნ არა მაგეთი მუნვოქინგი ხორხორია. მუნოქი ბიჭო სპორტი ეს შემთხვევით მე მგონი ეს არ არის პრინცესა დირთი დაიანა და ჯექსონი სახეში რა მაიკლ ჯექსონი არა ტენისი სპორტი ეს მაგ ჯექსონი არის ან მაიკლი არის არ ვიცი ქალი არის აშკარად მაიკლი არის კიდე ვიღაც ჯექსონი ბიჭო მულენდინგი მუნოქი არის მაიკლ ჯექსონი დავაფიქსიროთ რა მაიკლ ჯექსონი არის პასუხი აფიქსირებ. თავხედურად დირთი დაიანა არის სიმღერა არის მაიკლ ჯექსონის Men in the Mirror სიმღერა არის. ეს არის ჩქარა ინა ხან დენდრო. არა, შო Men in the Mirror არის, ისა რა ქვია, დირთი დაიანა და მუნოქი არის. ჯექსონის სიმღერა. ხო. I see the look of the man in the mirror. ეგ არის დირთი დაიანა. ეგ არის დირთი დაიანა არის შეჩემ არა გინდა ჯექსონი. კაი. აფიქსირებ. ხო. არ ვიცი თქვენ ამ დროს რა ვერსიები გაგიჩნდათ, მაგრამ დააფიქსირეს. და წესით სწორი იქნება. და ეს იყო სამკულიანი, ხო? ხო. და 5-0 ხდება ანგარიში, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. მაიკლ ჯექსონი. არა. ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი იქ ჩანდა მუნვოქი, ნამდვილი მუნვოქი, ასე ვთქვათ, მაიკლ Dirty ჯექსონი. Diana. ეს არის Dirty Diana, Lady D ტალახში, ჭუჭყიანი. Men in the Mirror. ეს არის Men in the Mirror, ჯექსონის სიმღერების ილუსტრაციებია და ეს ქალი, რომელიც ვერ იცანით, არის ძალიან ისეთი ლეგენდარული ჩოგბურთელი Billie Jean King-ი. Billie Jean King-ია. Billie Jean King-ი. რომელიც ჩოგბურთში თავისი დროის მესი იყო რა, ყველაზე მაგარი ქალი ჩოგბურთელი იყო. ჩვენ Armstrong-ზე ვიყავით წასულები, რატომღაც ვარ მოგაწყვეტ. Billie Jean, მაგრამ კარგად იმას ქენით ბოლოს დაიჭირეთ Men in the Mirror, Dirty Diana, Moonwalk-ი, ასე შემდეგ Billie Jean-ი და მოკლედ ეს არ მწყენია. ეს არ მწყენია. 300 კაცია. 300 მინდოდა თქმა, მაგრამ მე რა. პიტ 300. აი მაგას ვიხსენებდი, ქალი იყო თუ კაცი? კაცია. არც არაფერს გამომებგიოდა. მე ეს არ ვიცოდი ვინ არის კიდევ. ბიჭო, ანუ როგორ მიხვედით ერთი ცნობილი Men in the Moonwalk-ი Mirror. დამწავედით. დიანაზე მივიდიოდით, Moonwalk-ი იყო იქ და მე Men in the Mirror, Dirty Diana მაგის სიმღერები. შემდეგი მინიშნება იქნებოდა ეს. არ ვიცი ნახეთ თუ არა ჯექსონზე დოკუმენტური Living Neverland ქვია. ესე ახალი ფილმი გამოდის, მე მეგონა რომ ის Damon Salvatore იყო იქით. ესა ვამპირის დღიურები და ბოლო მინიშნება ხო, ბოლო მინიშნება უკვე ძალიან. არა. ჯექსონის ცნობილი ხრიკის ახსნა არის. ეს ფესაცმელს როგორ აწვევა წინ იმისათვის რომ არ წაიქცეს, მოკლედ. ჩემი ვერსიაც კაი იყო, ვიტილიგო სურათი რა ყოფილიყო. ეხია ბოლო მინიშნება. კაი, მაიკლ ჯექსონზე ვნახოთ ვიდეო რგოლი. პოპის მეფე წოდებული ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე მაიკლ ჯექსონი 1958 წელს ინდიანას შტატში იბადება. მუსიკალურ კარიერას 6 წლის ასაკში ჯგუფ The Jackson 5-ში ძმებთან ერთად იწყებს. წლების განმავლობაში არის ჯგუფის მთავარი ვოკალისტი. 1982 წელს გამოდის მაიკლის სოლო ალბომი Thriller, რომელიც გაყიდობის რეკორდს ამყარებს. ჯექსონი რევოლუციას აფდენს მუსიკალურ ინდუსტრიაში. აქვს დამახასიათებელი ხმის ტემბრი და საფირმო მოძრაობები, მათ შორის ცნობილი უკუსლო Moonwalk. მიუხედავად გენიალური შემოქმედებისა, მისი ცხოვრება სკანდალებითა და სასამართლო დავებითაა მოცული. ის პიროვნებაზე კამათი კი დღემდე გრძელდება. მაიკლი 2009 წელს 50 წლის ასაკში მოულოდნელად იღუპება. მაძიებელში მესამე დოსიეს გამოძიების დრო დგება. მესამე დოსიე ტრადიციულად ამ სეზონში აწუყე ტრადიციულად ქართულია და საქართველოს ისტორიიდან ადამიანი უნდა გამოვიცნოთ. ამჟამად ლენკასკენ და ელუშასკენ წავა პირველად ეს მინიშნება. ბიჭო, არა, ვიაჩნე, ძალიან ვინმე თუ არ იყო ერთხელ რო ეწერა ისტორიის შეგეთები თუ არა. პირველი მინიშნება არის კლავაც და კლავაც ჩვენი საყვარელი ფოტოკოლაჟი. ხალი ერთი კარტი და იგივე სურათი. დავიღალე ფოტოებით. ვინ ვერცნაო? როგორ? თქვენია. იცანი ვიღაცები? მე მგონი უსასმენები? საკვე ვარსკვლავების ჟიურის გავს ჯამში გავს. გოჩა ჩეთკოები, კაი პასუხი იქნებოდა, კი. ბიჭო, ყველა მეცნობა, მაგრამ ეს მეცნობა. ეს არის Hyung Min ეს Son. მეცნობა. ეს ვინ ეს არ ვიცი ვინ არის. არც ეს არ ვიცი. ეს Sonია აშკარად. მე ზიზღება ეს კოლაჟები. ეს ძალიან რასისტულად გამომდის, მაგრამ ალბათ Sonია რა. არ ვიცი. Sony რაღაცა შვილი, ეს სახელი და გვარი არის. ეს ვინ არის? აქ დაშიფრული ვინ ეს არის ეს სახელი და კაცი? გვარი. ამას რა ხია, აი ამას. რა საქმეა? ეს ისაა. ქართველი კომენტატორი არის კაცო. რა გვარია? აუ, როგორ დამავიწყდა, ბიჭო. პავლიკას და იმათ ძმაკაცი არის. აუ, რა გვარია, ბიჭო. რაღაცა შვილი არის, კაროჩე, რა, ეგ ვიცით. ეს რა გვარია? ამას რა, ეს ქართველია? ო, ეს? ეს ქართველია? ჯეიმსი ხო არ არის? ეს ვიღაცა ჯეიმსის Makeups by James წერა მიყურებდი რაღაცა EIC მე. არა, და make-up-ებს ხო არ იღებს? არის. აუ, ეს რა გვარია ეს გამახსენა და მაგის მერე უკვე ცოტა დიდი შანსი გვექნებოდა რა. რაღაცა შვილი არის რა, ანუ იმენა სახელი და გვარი არის დაშიფრული. რა კავშირში არიან ერთმანეთთან ეს ადამიანები? სახელი და გვარი არის დაშიფრული გვეჭველი. აუ, შეიძლება. ეს არის Sony, Hyung Min Son, ეგ იმათ არ წოდინებათ დიდი ალბათობით. ვინ არის? ფეხბურთელები და მე შემოგთავაზებდით უბრალოდ. ფილმად ვთქვი.
არ ვიცი იმათთან რა ხდება, მაგრამ იმათა ხოლმე სტრატეგია რომ დრო შეგიმცირონ ფიქრის და თუ ვერ ხვდებით რა ხდება, შეგიძლიათ ფიქრის დრო შეუმციროთ. დავაი, სხვა მინიშნებაზე გადავედეთ. გადავიდეთ ჩულო. მე არ ჯერისნად. დიახ. დავა თქვენით. აბა გაშიფრვა წავიდა. ბიჭო, ეხა ძალიან გადაობა მაქვს ესე დაწერილი. ანუ რა არის ახლა აქ რა? მეორე მინიშნება ყველა. მეორე მინიშნება ყველა ვარიანტი ჭირდება. ანუ აქიდან კაროჩე ვიცი ეს რომ ბოი ჯორჯი არის. ანუ ამათ სახელები არის დიდი ალბათობით თუ ყველა სახელი ჯორჯი არის შეიძლება 4 იყოს და გადაობა იქნებოდა. ეს არის ისტორიული ფიგურა, ხო? ისტორიული ფიგურა საქართველოს ისტორიიდან. მოდი გავყასოთ ეგრევე. ანუ ვინმე სახელი იცი აქიდან ვინ შეიძლება საერთო ერთი ვარიანტი იყოს რომ ყველა ჯორჯი იყოს აქ. ხო და მაგიტო გიორგი და მე-4. გიორგი მე-4. არა მგონია 4 რახან არის ძალიან სურეალისტი. ამის სახელი არ ვიცი. ანუ სახიობი არის, სახიობი არის, მომღერალი არის, მაგრამ მეორე მინიშნა. აი ეგ სტრატეგია, რაზეც წეგან მქონდა საუბარი. ეს გახსოვს ვინ არის? ძმობას გაფიცებ, ანუ რა გვარი ბიჭო, აზრზე არ ვარ. ხო იცი? მარტო ვიცი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ანუ ამასაც ვერ ვიხსენებ. გოჩა ჩერტყოვებია. შემდეგი მინიშნება არის რეკვიზიტი, რომელიც ჩვენ სამივე სეზონში არის ხოლმე და ამ სეზონსაც ვერ დავტოვებდით მის გარეშე. იესამი. სულ სხვადასხვა კითხვებზე ყოველთვის გვაქვს ხოლმე ერთი მინიშნებად მაინც ეს. მეორე მინიშნება. ინებეთ ეს ია. სასმენები. ეს ია რა შუაშია. მე იაზე მარტო იაკობ გოგებაშვილი მახსენდება. გეტყვი რომ გქონდა. თითი მადლობა. ანუ აღარ გამეორდება? ხო, ბაზგანი იყო. აი, ადან კაი ვარიანტი არის. ბიჭო, ია. ვიღაცები მითხარი, просто ია ვინმე არის, ფარულავას გარდა ვინმე არ ყავს ია. იებს მიაყვთ საქართველოს. კი. კიდე ამის გვარზე ვფიქრობ. მაგის გვარი რო გავიგოთ ჩათვალე ვიცით. ვინა, მიდი. არ ვიცი. მეთქი რაღაც მოიქ. ძალიან დანებებული ვარ. просто ეს ვინაა, ეს ვინაა, ეს. რა გვარია, რა ქვია, რამე რაღაცა. ლენკა მოიხოდე ლენკა. ლენკა მჭირდები. ანუ აზრი არ აქვს. მესამე კითხვა, ფოტოებს უყურებ ვიღაც უცხო ადამიანებს. ეს არის ტატოს და პავლიკას მაგაცი. დაჟე ჩვენთანაც იყო. არ ვიცი. ფიაშიც იყო. არ ვიცი, გიორგი. გიორგი ქვია. კაი, გავპასოთ ისე. კარვაცა ვფიქრი. არ მგონია რომ იხტება. ამათ ყველას ჯორჯ ქვია? ბიჭო, არ ვიცი. და სიმღერაა იაზე? ბიჭო, ნახე ორ რაღაცაზე მივიდივარ და ნახე შეიძლება სიმღერის პანტე იყოს და გია თუა და გიაში ია არ მგონია ეგეთი რაღაც. ეგეთი მარტივი. ეგეთი რაღაცა სულებული მარტო ჩვენ გვდის, ხო? უკეთესი წარმოდგენის ხარ ჩემზე. 4 ია. 4 გიას აქვს ისა, მაგრამ ერთი პიროვნება უნდა დავასახელოთ. ერთი პიროვნება უნდა დავასახელოთ ახლა. ეს ია არის, ხო? არ ვიცი. ეს ია, გიგიხარი. აი. იაკობ გოგებაშვილი. იყო ხო იაკობ გოგებაშვილი. იაკობ გოგებაშვილის პერნაირი რეპრეზენტაცია არის შესაძლებელი ამ 4 ფოტოს გარეშე. ბიჭო 4 არის, 4 ჯორჯი თუ არის. ეს ვინ არის? რაც მეცნობა, სახიობია? სახიობი არის. რა ქვია, ჯორჯ ვიღაც? ანუ ეს ბიჭო ეს მგონი მომღერალი არის. ხო, მაგრამ არ ვიცი. არა, მსახიობია. 4 გია ძალიან ცუდად მიზის თავში ეხლა უნდა ამოვიგდო. მესამე ნიშნებას ხარ წავიდე. ბიჭო, ერთი რაზეც ვფიქრობ, კიდე შეიძლება ყანჩელის თემა შეიძლება იყოს. მაგრამ რავი, რატო უნდა წავიდეთ ყანჩელზე, იგიცა რა, ანუ 4 გიადან და იადან. აი მე იაზე რა სიმღერები იცი? არ ვიცი. ეგა საშინელება რომ ეხლა უნდა მივიღოთ სახე. ია, ჩემი ყვავილია. ეხლა სახე უნდა მივიღოთ ისეთი, რომ იმათ ეგონოთ რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ უეჭველე კაცი. ხო, რა და მოდი მაინც ორკულიანი? ჯორჯ პირალი. ბიჭო, ანუ არა ეს ისე, ანუ შვიდ ერთი მინდა რომ სადღაც აფიქსირდეს რა და ერთი ქულა აქიდან მივცეთ. არა, რა უნდა მივცეთ. არა, რა მივცეთ კაცო, ერთ ქულამდე მისვლის საშუალება მივცეთ და ჩვენც რადგანაც არ ვიცით, მოდი არ წავალოთ. ხო, არ წავალოთ. ანუ უეჭველი ხო არ ვიცით, ვერ ხვდებით. მე მგონი ეხა არ გაურისკოთ.
არა, просто მეთქი ვიფიქროთ ხო კიდე ეს თუ დრო გვაქვს. ბიჭო, უბრალოდ ვერ მივდივართ ვერაფრამდე და მინიშნებით გაგვეხსნება. მაგრამ ჯერ იმათთან მიდის. მიდის. კაი გავუშვით. იასამანი კიდე ასეა თუ ისეა ორქულიან მინიშნებას მივადექით, მეგობრებო. მესამე მინიშნება. всё. ხო, ვაჟაბშაველი ლუკა რაზიკაშვილი არის, ანუ ვაფიქსირებთ აქვე. მაგრამ აფიქსირებთ. კი. პირდაპირ. ანუ ყურსას მემწარ გაუკეთებიათ ხალხს. რათა? არც დაჭრილია მაგით. ნახეთ ხო არც დაჭრილია. გაგვიშიფრეთ ეს ხო? ვინ არის? ყველა ლუკა. რა გვარია? არა, ლუკა ბიჭო. ჯოი ჯორჯი არის ბიჭო. ყველა ვაჟი ჯერ არის. ვთქვათ რომ 5-2 გახდა ანგარიში რა თქმა უნდა ვაჟაბშაველა. სწორი პასუხი ია გასაგებია ხო ია ყველაფერი ვაჟაბშაველას გასაგებია. ცნობილი კი. ნაწარმოები. ათი ნახეთ დაჭრილი. ეს აგვიხსენი ბიჭებს. ეს არის ბოი ჯორჯი. ხო. ეს არის სონი, როგორც თითო გამოიცანეთ. ეს როგორც ჩვენ ამბობდი ნამდვილად ჩვენი მეგობარ ბიჭი ივანიშვილი. ბიჭი ივანიშვილი და გაი პირსი. გაი ბიჭი. გაი ბოი ბიჭი და სონი. ანუ ყველას ვაჟი ქვია სინამდვილეში, ყველას რო ვთარგმნოთ რა. კაროჩე რა. გაი ბოი აი ეს კითხვა ბიჭი და შეადგინა რომ გავისაუბროთ. კიდე კაი ივანიშვილი არ გამახსენდა. FBI უნდა ავაჟა მეც გამოიზიოს ეს. მომივიდა ტვინში რა მეორე მინიშნებაზე, სად მაგრამ მივდიოდი? ეს სურათი რა შუაში თქო. აუ არა. მაგაზე ჩავიწყე. ოთხი გაი იყო, გია რა. ოთხი გაი. მეოთხე მინიშნება იქნებოდა ბემბიდან ამონარიდიდან, ანუ ჯერ ეგ უნდა ყოფილიყო, არ წივი ვნახე. არც მივიდო დაჭრა. ბემბიც ისეთია. მე მეგონა რომ მაკრატელი იყო. მე მაინც ვურავდი რომ ერთ ხულაზე წახვიდოდი და მე ვფიქრობდი რომ ვიღაცა ვერ დაждდება 7-1. ო ეგარ დაждდება აგე. მე მაგას 5-2-ია უკვე. მაგას წურავდი არა. ნახოთ ვიდეო რგოლი ვაჟაბშაველას შესახებ. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვაჟაბშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სოფელ ჩარგალში იბადება. 8 წლამდე ამავე სოფელში მღვდელი მამისა და დედის ბარბარე გულქამ ხიგელაშვილის მრავალშვილიან ოჯახში იზრდება. სწავლობს თელავის სასულიერო, შემდგომ კი თბილისის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებლებში, ასევე გორის სამასწავლებლო სემინარიაში. ხდება პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი. ვაჟაბშაველას პირველი კორესპონდენცია წერილი ხევსურეთიდან 1879 წელს იბეჭდება. მოგვიანებით ქმნის ისეთ ეპოქალურ და უკვდავ ნაწარმოებებს, როგორებიცაა ალო და ქეთელაური სტუმარ მასპინძელი, გვერის მჭამელი და სხვა. მიუხედავად წარმატებისა, მწერალს მძიმე შრომა უწევს და ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. გარდაიცვლება 1915 წელს. გადამღები ჯგუფი მთხოვს, კაი გავაგრძელოთო და გავაგრძელოთ, რავი, მე რა წინააღმდეგი კი არა ვარ. საქმეები გვაქვს ახლა გამოსაძიებელი, მაძიებლის. ახევარ ფინალში 5-2 ანგარიში ზიადი და ოზი, ლენკა და ელოშა. კაი თამაში მიდის, მე ვიტყოდი, საინტერესო, დაძაბული და პირველი საქმე გამოვიძიოთ. ეს არის თქვენი უპირატესობა, ამ შემთხვევაში თქვენკენ მოდის და არის მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან. მოდი ვნახოთ ფოტო. ფოტო. ფოტო კი არა და ნახატის ფოტო. ნახატი უფრო არის, ხო, იგრო ფოტო. ვერ ხედავ. მოწყენილი ისაა ასეთი. უცოპლანიდელი. ნახატი. არციტელთ. ისმის მუსიკა იქ? დალის სტილია და დალია სავარაუდოდ. ხო, მაგრამ მოვლენაზე არის მოვლენა არის რა, მეორე მსოფლიო ომი. ნახე, მეორე მსოფლიო ომის თემა შეიძლება იყოს, მაგრამ ბეისბოლი არის. აფეთქება არის. ჰიროსიმა ნაგასაკი შეიძლება იყოს ეგრევე და მაგარი არეულობა არის თან პახოვდა ყველაფერში რა. მუტანტები არიან. 7 ნომერი. ჩაწოლილი. ვინ არის ბეკემი? ესპანეთის 7 ნომერი. რამე ეს ხო არ არის მთლიანად ეს ნახატი? დალის ნახატი. ბიჭო, ანუ სურეალიზმი არის, ნახე რაღაცები ისა რა ქვია. ანუ ეს რა ქვია რა, აი აქ აფეთქება არის. შეხედე? უბრალოდ აფეთქება არის. ბეისბოლი ამერიკასთან იმაში ბომბდამშენები არის, ცაში ეს რაღაცა ესაა და მოდი დავაფიქსიროთ რა ეგრევე. 7 ნომერი ბეკემრაშვილში.
იქნება არც არის ბექენი. არა, არ ვიცი. პერლ ჰარბორის დაბომბვა შეიძლება იყოს, მაგრამ მოდი გავიაროთ რა გვაქვს. პერლ ჰარბორის თემა შეიძლება იყოს, ან მეორე ვარიანტი არის ციდან სპილოები არის, სპილოსფეხი არის ხოლმე, როდესაც რადიაციის თემა არის და მაგაზე ხო არ წავიდეთ ახლა და ანუ კაკრას რა ჰიროშიმა ნაგასაკი გონია. ბიჭო, ან ჰიროშიმა ნაგასაკი, ან პერლ ჰარბორის დაბომბვა არის და 7 ამერიკის ხო არა კიდე. 21-7 არის, მეტი არა. 7 მაინც არა. 7-21. აგვისტოში მოხდა 6 აგვისტოს დაბომბეს ჰიროშიმა. 21 საათსა და 7 წუთზე ხო არა. არა, მე მგონი ხამე იყო და განა. ეგარ დაგავიწყო სოვერსი. მარშრუმ კლაუდის თემა იქნება აფეთქება. არა, მარშრუმ კლაუდი. არა, ეს აფეთქების ისა რა ქვია. ელეფანტ ფუდს გავს თან ეს რასებიც ბეისბოლის ტიპი არის და ბომბდამშენია და მოდი გავუშვათ რა გავუშვათ. იაპონური არაფერი არა. იაპონური არაფერი არ არის. მაგრამ ჩამოწელილი არის ვაფშე ყველაფერი. ეგ დალი ხატავდა ის რაც ეგრე კაცებს კი არა რადიაციას გამო. ბიჭო, ხო, მაგრამ ანუ ნახე რა, ანუ ძალიან მაგისკენ მიდის ყველაფერი რა, ძალიან მაგისკენ მიდის. დიდი ალბათ თოხოთ მარკეთ მოვდივარ მეც, მაგრამ მინიშნებაზე ავიღოთ კიდე მეორე. ბიჭო, არ მგონია მეორე მინიშნება ძალიან გამარტივია. მგონიათ რომ ამით მიხვდებიან, ხო, მაგრამ ისე მეორეც თქვენკენ ანუ წამოვაჭერთ. დალის ყველა ვარიანტი თქვენ ამას ნახავენ და მეორე სოფლიო ომს თქვენ ამ ბედმას. ხო და პერლ ჰარბორი არ მგონია. ანუ მეორე სოფლიო მოვლენა რო თქვათ, ჩაითვლება, მაგაში თქვათ ჰიროშიმა ნაგასაკის თემა არის თუ არა? ძალიან მადარდებს. ცალკეული მოვლენებია, სხვა და სხვა. 21 ივნისი რა არის 21 ივნისი. არის. ჩემი დაბადების დღე არ არის. 21 ივნისი. ბიჭო, მართლა ძალიან მგონია რომ ანუ ჩაბნელებული რაღაცა ისეთი ის ეს რა არის ვან კოსმონავტი? ანუ ამერიკის ისინია სიმბოლოები. ხო და მაგით ამერიკამ დაბომბვა იაპონია. კაი, მაგრამ გაუშვათ ბარემ რა. არა, ბიჭო, სამხულოს ანუ უშვათ აერში აიღებენ ეგენს გაგვეცმა. მეორე მინიშნა. ეხლა რო უპასუხონ, მე 4 ქულით არიან და გვასწრებენ. ეს 4 ქულიანი ეგრევე? პირველი თუ ისკენ 4 ქულა არ და მგონია რომ არ არის მაგდენად რთული რომ ის არა, აუგოთ რა. არ მგონია ეს მარტივი იყოს. მონიტა. არა. შემოიტანი მონიტასთან. მივცეთ. დრო გავიდა. ავაფიქროთ რა. არა ფიქსირებთ. არა. საფიქსირეს? არ დააფიქსირეს და თქვენია გულიდან მოეტანა. აი, ამის გამო ვიფიქრე წეღანე. ეს მოიცა მგონი მოკვდა. იმათი ის მოკვდა, ჯერ არ დავიცი. მესამე ვიფიქრე. ეგ რა არ ვერ ხედავ. ეს მესამე ვიფიქრე ამის გამო. ეს აფეთქებაა. ეს მისი? არის. არის. ეს ხო აფეთქებაა. ჰიროსიმას და ნაგასაკის ფიქრობდი თავიდან. პროსტა იმის გამო, რომ აი ეს უფრო ამერიკული თვითმფრინავი არის, ვიდრე იაპონური. ანუ პერლ ჰარბორი პროსტა აი ამის გამო მეგონა რა, ფანჯრიდან რო ეს ჩანს, შეიძლება პერლ ჰარბორია თქო რა. მაგას ფიქრობ, ორი ვარიანტი გვაქვს რა ჩათვალე რა, პერლ ჰარბორი ან ჰიროშიმა და ნაგასაკი. მეტი ისეთი არაფერი არ არის. ეს ხო აუცილებლად ატომური ბომბი არის რა, ანუ ყველაფერი მაგისგან მიუთითებს, ამას სახეში ისეთი რაღაცა აქვს. აი აქ სამურაი არის, თან თუ ეს რა არის? ეს ბეისბოლის ის არის. ბეისბოლის ბიტა არის. ამერიკის დაბომბვა უფრო გამოდის თუ ამ ბეისბოლის ბიტით ამერიკამ დაბომბა? ბიჭო! ნახე აქ თარიღი წერია. თარიღი წერია? თუ არ არის თარიღი, 21-ს გავს. 21-ია. 27. უეჭველი ჰიროსიმა და ნაგასაკია რა, აი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორია ლენგა. და მომდევნო ძალიან მარტივი რო იყოს რაღაცა, ისინი დაგვასწრებენ. დაგვასწრებენ და მაგის გამო შენ გადაწყვეტე, ახლა დავაფიქსიროთ თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ჰიროშიმა და ნაგასაკია რა. იმიტომ რომ ეს ამერიკულ თვითმფრინავებს გავს რა, არ გავს იაპონურს. კაი, ანუ ყველაფერი ისეთია. რომ აი რაღაცა ომს ან ბომბის ჩამოგდებას. ხო, ბომბის ჩამოგდებას იმაშება. სოფლიო დონეზე ბევრი ეგეთი ბომბის ჩამოგდება არის რა თქმა უნდა. გერნიკა როგორც მიუძღვნეს ომს. შეიძლება ეგრე მიუძღვნეს. და თან აქ რაღაცა სხვა ეს პირები რო არის. ანუ ეს პირებიც რაღაცა აზიური იმასთან მივყავარ და რა ვქნა ახლა. როგორ გავაკეთე, ნახე გრძელი სპილოები. ეს ვისი ნახატი არის? გრძელი მაღალფეხებიან სპილოებს რო ხატავდა კაცო. ეგ არ იქნა არ ჩვენში. რაღაცა კავშირი როგორ არ უნდა გქონდეს? აქ უეჭველი აფეთქება არის ბაზარი არა. ეს რაღაცები რო არის. ეს რაღაც ჰიროსიმას და ნაგასაკის, იმიტომ რომ მოდიფიცირებული არის ძალიან ყველაფერი ცუდად რა, ნეგატიურად.
უკეთესი დაბომბოა გახსოვს რამე? აი, საუკეთესო სისხლის. ისტორიაში საუკეთესო. აი, მაგაზე ისეთი დაბომბოა, ანუ თან დაბომბოა უეჭველია, იმიტომ რომ აი ნახე, გამოსდის არა, ვიცი რასაც. ხვდები. კაი, რა ფიქსირებ? ვაფიქსირებ. აფიქსირებ, ჩამოვაყალიბე პასუხი. ჰიროსიმას და ნაგასაკის. ნეგატიურ ამბავს, რომელსაც მოხდა მათ დაბომბვა. როგორ? ანუ სრული პასუხი რომ მითხრა რა? ამერიკის მიერ ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომბას ატომური ბომბებით. კი ბატონო. დააფიქსირეს პასუხი ლენგამ და ელოშამ და ეხლა შეიძლება თავსადამართ იცემდეთ სულ რამდენიმე წამში. იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია, ეს არის ატომური ბომბის ჩამოგდება. 7 საათზე 1 წუთზე. საათი დაინახე სადმე? 7:21 არის და ხო გითხარი 21. მინიშნებათა მთელი წყება არის ძალიან ბევრი დეტალები ხადია. სალვადორ დალის, რა თქმა უნდა. სალვადორ დალი ბიჭო, დალის სახელი ვერ გავიხსენე წაღანაირად. ხო და რა თქმა უნდა ეს თვითონ ამ ნახატს ქვია, ეხლა ვიგეთქვით როგორ ქვია uranium and atomica melancholica idyll, მაგრამ ეს ნახატი აშკარად მიგვანიშნებს ატომურ ბომბზე და რა დამაფიქრე, იცი მართლა აი ფანჯრიდან ჩანს მაშინ კლაუდი არის და ეგეთი მაშინ კლაუდი ჩანს? აგე რა ხო. მე მგონია რომ აი რიგითი ამერიკულ ფილმში აეროპორტის გზა ჩანს შეჭემა. აი მე ეგ და ყველაფერი ვთქვი და მეთქი დავაფიქსირე პასუხს და ავან არაო და მადლობა ზიად. ამითი 6-5 ხდება ანგარიში წინ გაიჭრნენ ელოშა და ლენკა. გაჩვენებ სხვა მინიშნებებსაც მეგობრებო. მეორე მინიშნება ბოლოს თვითონ ბომბი შემოქონდა სტუდიაში. კი, ფეთქდებოდა. ეს იყო მეორე მინიშნება. დიდი ბიჭუნა ხო? ბიჭუნა და სუქანი კაცი, ანუ ფეთმენი და ხო ის რა. კაია რომ რაც ერქვა ატომური. არ გადავედით. 4-იანზე ყოველთვის ისეთია ხოლმე, აი რომ უნდა გარისკო რაღაცა რა. ეს არის მე შემდეგი მინიშნება. ატომების ისა? ატომის ურანის ძალიან მყარე ვიცი ხო. ურანიუმ. ეხლა რომ ურანი ამოიღოს რა მაგარი იქნებოდა აი კონტენტისთვის. კონტენტის პონჩი გააძარბებია. ხო, არა, მესამე მინიშნება უკვე იყო ფილმ ოპენჰაიმერიდან ნაწყვეტი, როცა გამოცდიან ატომურ ბომბს. აღარ გაჩვენებთ. ნახოთ ატომური ბომბის ისტორია, ტრაგიკული ამბავი კაცობრიობის ისტორიაში ჩვენს ვიდეო რგოლში. ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იწყება. სამუშაოებს საფუძვლად ედება უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში, ალბერტ აინშტაინის მასის დეფიციტი, ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი და სხვა. პრაქტიკულ საფუძველს გერმანელი ფიზიკოსი ოტო ჰანი ქმნის და 1938 წლის 17 დეკემბერს ატომის ბირთვს ხლეჭს. 1951 წლის სექტემბერში გერმანია იწყებს პროექტ ურას, რომელსაც ვერნერ ჰაიზენბერგი ხელმძღვანელობს. გერმანიას არ ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატებიც და იწყება პროექტი მანჰეტენი ამერიკელი ფიზიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით. სწორედ მანჰეტენის ფარგლებში იქმნება პირველი ბირთვული იარაღი, რომელსაც ამერიკელები ისტორიაში ორჯერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენებენ. გავაგრძელოთ თამაში, იმიტომ რომ ორი საქმე გამოსაძიებელია. ეხლა უნდა გამოვიძიოთ საქმე მსოფლიოს ისტორიიდან. ამჯერად კასკენ და ელოშა პირველი მინიშნება. ეპა. არაფერი. მეგობრებო. პირველი მინიშნება. მოეხმარები ელოშ, ვერ მიხვდებოდნენ. რას ვერ მიხვდებოდნენ, ამას თუ ვერ აი ნუ მიხვდებოდნენ. შევაფ მართლა ხმა მოხდა. განახებთ მაინც? აუ რა ცუდი იდეა მაქვს თავში, რომ იცოდეთ, ეხლა მაგის შეხედეთ მერე. კაი, ყურსასმენები? აუ ვაფიქსირებ. არა, ეს მოიც არა, გაიკეთე. ეს ვაფიქსირებ. სოფლიო მოვლენა ხო იცი? ხო, სოფლიო მოვლენა. ხო იცი? აბა დაიწყე. ჯვაროსნული ომებია, მორჭა, ყატარი, იორდანია, არაბეთი, თურქეთი. ვაფიქსირებ. არა, ერთი წუთი. არიქა. ერთი რატომ? რატო? უყურე 5 ჯვრიანი დროშა გვაქვს ჩვენ. მაგ დროინდელ ჯვაროსნულ ომებსაც ინგლისსაც იდეაში 5 ჯვრიანი ეს დროშა. ნამდვილი ანგარიშები წერია. ნამდვილი ანგარიშები წერია თუ არა, ეგ არც მადარდებს რო არ მოგატყუ. საუდის არაბეთი, თურქეთი, იორდანია, ყატარი, მორჭა, ჯვაროსნული ომები. ლენკა არ ჯდება, ანუ აი ეს რომ მივცე უეჭველი გამოიცნობა.
ჯვაროსნული ომები. ვაფიქსირებ ჯვაროსნული ომები. პირდაპირ დრო გაქვს. არ მაინტერესებს ჯვაროსნული ომები. არც გავაგრძელოთ საერთოდ. აი ჯვაროსნული ომებია, всё, მორჩა. აუ გიორგი. რა გაეწყობა? მოიხსენ. მოიხსენით? დაჟე თუ გინდა გეტყვი რა დავაფიქსირე. აი მოიცე. ასეთი აღელვება და ასეთი ვაბანკი, არ ვიცი, მე არ მახსენდება. გაგიშდათ რამე ვერსია თქვენ? ჯერ არ თქვათ ოღონდ თუ გაგიშდათ. ჯერ ისეთი ის იყო, რა ქვია, რაღაცაზე ვფიქრობდი უბრალოდ ჩამოვწერე აქ თვითონ. იმიტომ რომ ელოშამ ჯიუტად დააფიქსირა ვერსია. და ტრადიციული აპლოდისმენტები. ევროპაზე გასულიყო. ჯვაროსნული ომებია. ჯვაროსნული ომები არის? სოფლიო ეტაპი არის, ბიჭო. ჯვაროსნული ომები, ჯერ ერთი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯვაროსნებს ეძახიან მეტსახელად. თან ჯვაროსნების დროშა გვაქვს ფაქტობრივად. ალიაზიად ყველაფერი. და ეცემა ხარ. აქ ამოვარჩიეთ საქართველოს ნაკრების ის თამაშები მუსულმანებს უთამაშებენ. და თან აი იმ რეგიონში, რა სადაც ჯვაროსნული ომები იყო, ზუსტად იმ რეგიონში. ვეღარ დავეწევით ხომ? ეხა გამიხარდა. არა. ამ იმაში ვეღარ დავეწევით მე. 10-5 ანგარიში. 15 გექნება ყველა პონჩი. ეხა თქვენ კენდრის მესამე. ეს რა იყო? ბრავო. რა მეღო პროსტა. მეორე მინიშნება იქნებოდა მონტი პაითონი და წმინდა გრაალი. აი მაგითი უფრო ვერ მივხვდებოდა. მაგითი იმენა ეგრევე, აი. ხო, ნუ გრალია რა და რა ვიცი, ანუ ძალიან. იმენ მაგას თავიდან რა სასაცილო რაღაცეები არის, მან ჯვაროსანი ბლეკ ტაიტი რომ მოდის ამ ფილმში. კაი ისა ფილმია სხვათაშორის. ასევე აქ გვაქვს გასართობად. ჯვაროსნული ომების რუკა. ოკეი. აა და ჯვარი არის მეოთხე. აუ რა კაი მინიშნება საღოლს მო. ეგრევე და ჯვაროსნული ასევე აქ გვაქვს ესეთი მინიშნება, რომელიც მე იმას ვთქვი, ანუ აუ. ჯვარი და ბარე მაინც ხმალიც ქონდა. ასაპირე. ყველა კი არ იყო აქ. თავსაც მოგკვეთავდა რომ თან განსაკუთრებული ხმალია თავის მხრივ. ამ შეკითხვაში ის აი ფიქრიც არ დამიწყია ისე იყო. ზიადას ესე მე ზიადას სახე მომეწონა თან ბედნიერი ვიყავ. ეს ვერ დავიძინებ, ეს რა გავაკეთო. აუ რა კაი. ვერ დაუმიზნე. ოპა! ერი არასანდო. მე შუა საუკუნეებში ვიყავი პიანისტი, ამიტომ. ჯვაროსნული ომების ამბავი ვნახოთ ჩვენს ვიდეო რგოლში. 1095 წელს ქალაქ კლერმონში პაპ ურბან მეორის მოწოდებით შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო რელიგიური დაპირისპირების სერია ჯვაროსნული ლაშქრობები იწყება, რომლის მიზანსაც იერუსალიმისა და წმინდა მიწის მუსლიმთა მმართველობისაგან გათავისუფლება წარმოადგენს. მე-11 და მე-13 საუკუნეებში 9 ძირითადი ლაშქრობა ეწყობა. საწყის ეტაპზე წარმატებას ქრისტიანები აღწევენ, თუმცა ისინი პოზიციების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ და თანდათანობით კარგავენ ტერიტორიებს. ჯვაროსნულ ლაშქრობებს შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ცვლილებები მოჰყვება. რაც შეეხება სახელწოდებას, ის პროცესში მონაწილეთა ტანსაცმელზე დაკერებული ჯვრის სიმბოლოდან მომდინარეობს. მაძიებელში ერთი საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმე და მოდი პირდაპირ გადავიდეთ ამ ამბავს. ამ საქმის პირველი მინიშნება ხელთმიპყრია. აი ესეთი საინტერესო მოცემულობა. და 2019-ში ვინ უნდა მაიცა? არ ვიცი, ვერ გავიქე. გაჩვენებთ თქვენ მაინც თან ხურცესმენები გაიკეთეთ კაიდო. და ავად თქვენც. კაიდო. მოვლენა. მოვლენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. რამ დაშორებები ოლიმპიადის რაოდენობის დაშორებები? ოლიმპიადის დაშორებები და არა, 4 წელიწადში ერთხელ მაინც. ქართული ნობელის პრემიაზე იყო ვინმე? კალოიან მახლიანოვი. ბიჭო, ქართული ნობელის პრემიაზე რო აურეატი. ნობელზე რატო წახვედი? იმიტომ რომ მეგონი ეს იყო მარგი. მე კარჩი რაღაც ევორდი არის რა, სადაც მაგრამ 4 წელიწადში ერთხელ 4 წელიწადი არ არის დაშორება, აქ არის 6. აქაც 6-ია. 6 არის. 6 წელიწადი არის. ის ხო არ არიან ციუდოისტები ან რა.
სპორტში რამე მოხდა 18-ში მოვინა. ავიც. გადავაგდოთ რა. გადავაგდოთ იქით ამ ხარეს. ვერ ვინელებ იმას. ეს მიმდევრობა რაც გითხარი, ხო. რა იქ მოვლენად რა იქნებოდა? ეს სახელები და გვარები, რომლებიც ძალიან არ მგონია ნამდვილები. არ არის. ამ ათი არ მგონია, იმიტომ რომ უკვე იაპონურ სახელს არავინ არ არქმევს დანიელ შვილს. აი, დაწმუნებული ვარ რა. არც ერთი მაცუში ჰოიბიერგი არ ვიცი. არც ერთი. ხო და ეს კაიდო არის დრაკონის სახელი და იდეაში. მაგასთან ხო არ შეიძლება დრაკონმა კალოიანი, კალო რა არის? და ეს დანილო. KK. მეორდება. იაუხუსიშინი. რამე ის ხო არის გადაკეთებული ხო არ არის? აშენ მაგალითად აი ნიკოლაი მახლიანოვი. მახლიანოვი შეიძლება არისო, ხო? გადაკეთებული ხო არ არის? ოდაიკა. კაი. დაიკო, what the fuck? დიაკო. ვიცი რა მაგნეუს ეს რატოა გამოტოვებული? ხო და აი აქ არის რაღაცა მთავარი მინიშნება რა. დანილოც შეიძლება რა. დრო იწურება მეგობრებო. დაფიქსირებით ვერაფერს ვერ დავაფიქსირებ. ვერა, ანუ ყველაზე კაი პასუხები წესდეგაა რა, ომთან ასოცირებული შეიძლება ეს ყირიმისაა ვაფშე არ მახსოვს მე, მაგათი ვაფშე არ. არა, 14. რაღაც საქართველოს რუსეთი ხო არ არის თქო რა. არა, 12-ში არაფერი არ იყო. კაი, დაუშვათ მეორე მინიშნება? კი, აუცილებლად. დაფიქსირე რა? არა. მეორე მინიშნება თქვენს წინაშეა. აუ, რა არის? არა, ჯერ მიწაგარ. შენ მე დაგჭირე. გაჩვენებთ? ნახე ახოს ბლინკია რაღაც ადგილები. ოკეი. შეგიძლიათ გაშიფროთ, შეისწავლოთ, დააკვირდეთ და ასე შემდეგ. ესაც არ გქონდა. დრო წავიდე. ყოველთვე არის. ხო. და არის იანვარი, ან თებერვალი არ არის. მარტი, აპრილის არ არის. სექტემბერი, ესაც არ დაივიწყოთ. არა, იქ 2018-ში. ყოველ მეორე თვეს არის რაღაცა რიცხვი. ყოველ თვე არ არის. 14 1 13 2 5 2 8 15 შეხვედრა არის ყველგან. 15 რაღაცა არის. ანუ ვაფშე 15 არის ყველგან. 2023-დან უკრაინის ომის დაწყება შეიძლება იყოს ახლა, ანუ იმიტომ რომ ნახე როგორაა. არა, იანვარი, მარტი, მაისი, იმიტომ მაიც იანვარი, მარტი, მაისი. მომისმენა. კალოიან, მახლიანოვი არის, აქეთა სოვიეტს, აქეთა მხარე არის. ხო, 2008-ში რა მოხდა ისეთი რის გამოც? იაპონური სახელია. ან ინტერნეტი. ყოველსონი არის. მე რა სახელი კაიდო. ყოველსონი არის. დანილო. ნახე როგორ რაღაცა არის, აქ არის. იაუხუსიშინი. ანუ სულ არის ქართველი სადგავი და ეს არის რაღაცა და ჰაილაითებული იანვარში არის 14-1 მოგებული აქ. აი ეს არის რაღაც, ეს არის. იმენა კი 13-2 რატო არის? ტოჩინოშინის გამარჯვება არის. დიდი ალბათობით ეგაა იაპონიაში ისქნა რა და ეს ცხრილი არის მაგისი და იაუხუსიშინმა მოიგო ვინმა მოსწავლე. უცხოელების ისა რა ქვია რა, ანუ დიდი ალბათობით კარჩე. მომენტი არის ის, რომ ან გამოშვებით არის მე რაღაცა ეგრე უწევს როგორც მახსოვს, მაგრამ ანუ ეს იქნება რა დიდი ალბათობით რა. ეს რა არის 5-2? ანუ ბიჭო 5-2 რა, ანუ არ ვიცი, მაგრამ ანუ აქ არის 14, ანუ კარჩე ეგ არის რა პერიოდშიც ეგ უწევს რა. იმიტომ რომ კაკრას მაგ პერიოდში მუშაობდი, ეხლა გეყვირათ რომ მაგ პერიოდში მუშაობდით e-sports-ში და ჩემთან ოფისში იყვნენ ბიჭები, რომლებიც e-sports-ისთვის მუშაობდნენ და კაკრას ეგენი განიხილავდნენ ამას რა და ეგ პერიოდი არის ზუსტად რა და კაკრას იანვრიდან მაისამდე იყო ეგ მე და ჰაიპი და მთელი ამბები, ტრანსლაციები და რაღაცები რო დაიწყეს და აქ უნდა იყოს ტოჩინოშინის გამარჯვებები რა და ეგ არის დავაფიქსირეთ და არ მაინტერესებს, აღარ ვითვალისწინებ შედაზრს აი ეხლა. აი ეგ არის. ახდება ღმერთო.
ან სხვანაირად მე რო ვეღარ მოვიგებ რა მათემატიკურად ძალიან გვიჭირს რა ტოჩინოშინის გამარჯვებები არის მაგრამ გავაგზავნოთ ფიქრი სანამ დრო არის მაშინ ანუ პასუხი რა არის ტოჩინოშინის გამარჯვებები არის პირველი ქართული სუმოს ჩემპიონი ეგ არის გამარჯვებები რას ქვია ხო ანუ სუმოს რა ქვია აუ არ მგონია იყოს ანუ წარმატება სუმოში ხო ან ზოგადია რავი იოკოზუნად მაგ პერიოდში ავიდა მაგრამ ეხლა როგორ თქვა ტურნირის გამარჯვება არის ეს აშკარად რა არა შეიძლება ზოგადად თქვა პასუხი მაგრამ არც ისე გამარჯვებები ხო ანუ გამარჯვებები რა ანუ რომ ასახელა საქართველოს ტოჩინოშინმა სუმოში ესე ვთქვათ და ვინმე ორგზის არის დანილო ანუ უცხოელები არიან ყველანი და სუმოში ანუ კაროჩე ეგეთი ის არა არა კრივი არა სუმოს ამბავი იქნება რა თანაბრად არის ხო იმიტომ რომ წაგებები არის ესე 0 წაგება არის არა მოგება ფრედა წაგება ხო ეგრე გამოდის სავარაუდოდ კაროჩე არა ტოჩინოშინი არის რა და ეგ არის რა ტოჩინოშინის გამარჯვებები არის რა წარმატება სუმოში ტოჩინოშინის ჩოგბურთი არ იქნება არა დრო გავიდა მეგობრებო უნდა დააფიქსიროთ რაღაც ტოჩინოშინის სუმოში წარმატება რა მოკლედ წარმატება რა ანუ ძალიან ზოგადად ხო ხდება წარმატება შეიძლება იყოს გამარჯვება როდესაც ტურნირი მოიგო როდესაც მე ტურნირის მოგება ხო ანუ რაღაც წოდებას ხო იგებს მაშინ არ ვიცი უბრალოდ წოდებები და რაღაცები ზუსტად რა როგორ არის მაგრამ ანუ როდესაც ტურნირი მოიგო მე მიიღო იოკოზუნას წოდება ხო შემდეგ მინიშნება ჩვენ გვიწევს მე არა შემდეგ მინიშნებაზე აღარ აფიქსირებთ ანუ ტოჩინოშინის მე ტურნირის მოგებას დაფიქსირეს მე გამოვადნეს პასუხი რასაც ქვია ვერსია დააფიქსირეს დააფიქსირეს და 10-ით 8 ხდება ანგარიში ეს სწორი პასუხია ნამდვილად ტოჩინოშინის გამარჯვება ეს არის 2018 წლის იანვრის ბაშო ესენი არიან მოკლედ უცხოელი გამარჯვებულები ბაშოზე ანუ როცა კი იმპერატორის თასი მიიგეს არა სწორად ჩემში კაიდო რო ქვია იაპონური სახელი ოღონდ ჰოველსონია სწორად ჩემში ამან რო თქვა კაიდო რო თქვა მაღაზე გამინათ და ოღონდ იმენა ქართული სუმოისტი არის რომელსაც მოიგო აქ ზუსტად ლევან გორგაძისთვის იყო დატოვებული ხო დაჟე ასოებით საკმარისი ხო მესა მინიშნება უნდა ყოფილიყო ეს აი უნდა მექნა არა ყარო ესა და ასევე ამ მინიშნების ნაწილი იყო მოდი სანდრო აი ესა საღოლთო რატო არაფერი არ დევს კაი იყო როგორ მიხვდეთ კაროჩე ამან ახსენა კაიდო იაპონური სახელი არისო ხო აზე ხარ და ეგრევე მეთქი 2018-ში რა ხდებოდა სპორტული მოვლენა მეთქი რაღაცა ეგეთი და გამახსენდა 2018-ში თელი ის არის აჭარაზე სი არის როდის რანგარიში დააფიქსირა სი არის და 2011-ის იმეებით და ნოლოლებით რაღაცა მიხედვის შანსი ეხლა კაროჩე ის არის ბეცივით ჩვენ სხვა ბოლო მინიშნება იყო ამ გამარჯვების იაპონური კომენტარი აი კითხვა იყო აი მომეწონა ეს ჩვენი შესანიშნავი ტოჩინოშინის იმპერატორის თასის მოგება გავიხსენოთ ვიდეო რგოლში 2014 წელს ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ჯვარედინი იოგის ხანგრძლივ ტრამვას იშუშებს და სუმოს უბრუნდება. დაბრუნებიდან 3 წლის შემდეგ გორგაძე წლის პირველ ბაშოს მესამე მიაგაშირას წოდებით ხვდება. 2018 წლის 27 იანვარს ტოჩინოშინი ჩოხოზანს ამარცხებს და ხდება პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი, რომელიც უმაღლესი დივიზიონის ტიტულის მოპოვებას ახერხებს. მომდევნო ბაშოების მიმდინარეობისას ტოჩინოშინი 2 იოკოზუნას, კაპურიუსა და ჰაკუხოს ამარცხებს. ზედისედ 3 ბაშოს განმავლობაში დაფიქსირებული შედეგებისათვის გორგაძე სუმოს სამყაროში რანგით მეორე ოძეკის წოდებას იღებს. წარმატებული ასპარეზობისათვის ტოჩინოშინი საქართველოს ღირსების ორდენოსანი და სპორტის რაინდი ხდება. 3 დოსიე გამოვიძიეთ, 3 საქმე გამოვიძიეთ და იზღა დაგვრჩენია რომ გადავიდეთ ჩვენს მესამე რაუნდზე, რომელიც არის ინტელექტის რაუნდი. გამოცემულობა ინტელექტის რაუნდში ჩვენ გვაქვს 3 თემა, მეგობრებო. 10 რო არის ანგარიში და ძალიან დაძაბული მდგომარეობა. ამ 3 თემიდან ეხლა პირველ თემას გაცხრილავენ ლენკა და ელოშა. ეს თემებია: გამარჯვებული ბრძოლები, მიგრაცია თუ ქალები ისტორიაში. ყველა ვარიანტი. ქალები ისტორიაში კალბატონო მე პოლიტიკას თალები გამინაცდა. თქვენ აპირებთ ისტორიაში შესვლას მე არა. კაი, მიგრაცია, კაი, გავცხრილოთ მიგრაცია. მიგრაცია მოვაშორეთ. ქალები ისტორიაში თუ გამარჯვებული ბრძოლები? აქაც არ მოიშორო ქალები გამარჯვებული ბრძოლები გავუშვით. და ვიცამშოთ ქალებზე. ისტორიაში.
აიღებ შენ თავზე? შევეცდები რა. ეგ არის? დავай, ბავშვი. აზე თამაშობ თემაზე ქალები ისტორიაში. ქალებზე ვთამაშობთ, ეგ ცოტა ისე ნათქვამი არის ახლა ეგ. ეხლა უნდა გვიჭირო. ყურადღებით. პრინციპი გახსოვთ, ორივე თუ სწორპასუხს ერთ ორი ქულა, ერთი მაინც თუა სწორი ერთი ქულა და ასე შემდეგ. ეს ქალი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, არა ცნობილი პაციფისტი ისტორიული ფიგურის, არამედ საკუთარი ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის შთამომავალი იყო. მოითხოვთ. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო ინდოეთის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი. ქალის სახელი და გვარი უნდა დაწეროთ მე რა. მახსოვს ფაქტი, მაგრამ სახელი და გვარი ეს დაწერე, ახლოსაც არ ვარ გსა. იმიტომ რომ მე არ ვიცი რა არის. просто აქ ვერსია თქვენ უკვე მზად. რაღაც უნდა დაწეროთ მეგობრებო. ეგ და რა აზრი აქვს? დაწერე ეს, სულ არაფერს დაწერას, ეს მაინც ეძებს. სამი სწორი იქნება ორი ქული იქნება. ეს არ ვიცი რეალურია თუ არა კაც. ერთი. აბა ბავშვობაში ჩვენ ხუმრობდით ხოლმე. ინდირა განდი ხო? ინდირა განდია? ეს სწორი პასუხია მეგობრებო, ეს არის ინდირა განდი. ბავშვობაში ხუმრობდით კაც ვეღადავებოდით ინდირა განდი. ანუ ინდირა განდი ბევრს მაჰათმა განდის მაგიტო დავწერე განდი. არის ჯავაჰარლალ ნერუს შვილი სინამდვილეში. კაი, ორი ქულა სხვაობა შენარჩუნდა. მეორე შეკითხვა. მის სეხნიასთან შედარებით მან ნაკლები 44 წელი იმეფა. თუმცა ამ დროს ინგლისი ევროპის პოლიტიკურ სარბიელზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ დამკვიდრდა. ხოლო დრამასა და ლიტერატურაში ოქროს ხანა დაიწყო. ანუ უნდა დაასახელოთ ეს ადამიანი რაღაც ნუმერაციის მითითებით. ნუმერაციაც? ხო. 3. აი, დაწერე მეორე. არა. 2. არ ჯდება. დრამა და ლიტერატურა და დროის მონაკვეთი და არ შემოგვიყვება. შექსპირის პერიოდი უნდა იყოს ელიზაბეთ პირველი. ყველას ეგ გიწერიათ. ეს სწორი პასუხია მეგობრებო, ეს არის ელისაბედ პირველი, ნამდვილად. ელისაბედ პირველი. აი ამ პასუხს ვარ დამოკიდებული. 2025 წლის სოფლიო ჩემპიონატზე მომო ტამაოკის დამარცხებით ის პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ჯუდოში საქართველოს სოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოუტანა. შენ ეგ დაწერე. ფაქტი მახსოვს და სახელი გვარი არ შენ ეგ მახსოვს. დაწერე თუ გინდა. არა, რა სისულელეა. არ მახსოვს სხვა რაღაცაში იბრძვის ვაფშე გოგო. აუ, აი, გაგახსენდა? მე მგონი. 3, 2, 1. ეს არის ნინო ოძელაშვილი დავწერა ჩვენ. პარტელიანი დავწერე. ეთერი? აზია. ერთ-ერთი არ მგონია სწორი. ეს არის ეთერ ლიპარტელიანი ათანაბრებენად არის. მეგობრებო. ეთერი პარტელიანი, ვაფშე არ ვიცი ვინ არის. აზრზე არ ვარ ვინ არის. აუ, რა კაი. მე მეგონა მაგასწევდი. მე ვაფშე პროსტა ვიღაცა მოჩხუბარი ხალი გავიხსენე. ხომ არ ხო იცოდი? ნინო ოძელაშვილი და всё და. ძიუდოსთან ახლო გვარი უს პროსტა. ოძელაშვილი არის სამბო. სამბოა? ხო ჩხუბობს რა ვიცი. ჩხუბი ვიცი. საიდან გამოაძრა? 14 მეგობრებო, 14 გათანაბრდა ანგარიში და აუ, კაი თაბაში. აუ, ძალიან მოწონს. ვირტუალური. მოკლედ თვითონ არჩევენ ამ ორი თემიდან. ამ ორი თემიდან უნდა არჩიოთ კიდე სამი იქნება თუ ერთი? არა. არა, აი დარჩა გამარჯვებული ბრძოლები და მიგრაცია და აქედან უნდა აირჩიოთ რომელზე ვითამაშოთ. მონიტალოგდოთ მოდი მაგას. მიგრაცია. ოკეი. სეზონში პირველად გვიწევს პირველი შეკითხვა. ისტორიაში ყველაზე მასიური მიგრაცია ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4-მე-7 საუკუნეებს მოიცავს, როდესაც აღმოსავლეთიდან წამოსული ტომები ევროპას შემოესივნენ. თქვენ კი უნდა დაასახელოთ სამსიტყვიანი ტერმინი, რომელითაც ამ მიგრაციას მოიხსენიებთ. არა, ჯერ მე მოგوانه. რა არის? ვინივიდი. ვაფშე ადრინდელი არის. არა, ვინივიდი. დიდი ევროპული მიგრაცია. ჩვენ აი იქნება და ვინმეს ეს დაარქვა პროსტა. არ არიყავით შორს. ხალხთა დიდი გადასახლება ქვია. დიდი გადასახვა. შემდეგი შეკითხვა. ოქროს გლობუსისა და მისტერ ოლიმპიას ჯილდოების მფლობელი ეს შტირიელი 2003-2010 წლებში
მაყურებელს მხოლოდ კამეოებით ანებიურებდა. 2012 წელს კი, მას შემდეგ რაც კალიფორნია დემოკრატებს დაუბრუნდათ, ის მთავარ როლში გამოჩნდა ფილმში Expendables 2, ანუ შეუჩერებელნი 2. ეს ადამიანი უნდა დაწეროთ. ერთი სტალონი დავწერეთ ჩვენ. არნოლდი. არა, არნოლდი გადავხაზეთ. კალიფორნიის გუბერნატორი იყო. გუბერნატორობის დროს მხოლოდ კამეოებს თამაშობდა არნოლდ შვარცნეგერი ეს სწორი პასუხი. არნოლდი მისტერ დაწერა. ოლიმპია და მესამე შეკითხვა, მეგობრებო. ნოვგოროდიდან გამოძევებულმა ამ ადამიანმა ადგილი ვერც ქართულ საზოგადოებაში დაიმკვიდრა. უზნეო ქმედებების გამო ის მეუღლის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიიდანაც მალევე გააძევეს. აწუკვე ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მან აჯანყება 1191 წელს სცადა. თუმცა წარუმატებლად და საქართველოს ისტორიაში ნეგატიური სახელით ჩაიწერა. ჩვენ დავწერეთ გიორგი რუსი. ერთი. ო, ვერა დაწერა. ბიჭო, არა, მე იმენა ავირიე თამარ მეფეზე იმას ქვენი და მე რა ვაფშე გიწერია? კაროჩე დავითებზე დავით ულუ და დავით ნარი. ხო. მეც შვილები არიან. ხო, ვიცი ეს არის გიორგი რუსი და ეხლა ელენკა და ელო შაათანაბრებენ. ძალიან კაი. ხალხო, ეხლა მართლა ეს რა ხდება ხალხო? ეს მაძიებელში მართლა არასდროს გვინახავს. ანუ აღარაფერს აღარ გეკითხებით გამარჯვებული ბრძოლების თემა, მეგობრებო. ყურადღებით. როგორც ნამდვილმა სპორტსმენებმა, ათენელებმა დისციპლინითა და გამძლეობით სწორედ ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს. ოლიმპის დავწერე. ჩვენ სპარტას ბრძოლა. პარტა. რა თქმა უნდა. არც ერთი არ არის სწორედ. არ არის, სპარტარო არ არის, ათენში სპარტას რა უნდა, ბიჭო? არა, აქ ათენელებმაო, ბიჭო. ათენელებმა გაიმარჯვეს. ჩვენ მიგანიშნეთ სპორტზე, დისციპლინაზე და გამძლეობაზე, ამას ქვია მარათონის ბრძოლა. უი. მეორე შეკითხვა. აი მე ხერთება. ამ ბრძოლამ ფაქტობრივად მსოფლიოს ბოლო ყველაზე დიდი კონფლიქტის ბედი გადაწყვიტა აღმოსავლეთ ფრონტზე. თუმცა ბელადი ამ დაპირისპირების მიმდინარეობისას სხვა ქალაქში იმყოფებოდა. შემოატრიალეთ ორი სხვადასხვა გვიწერა. ბერლინი გვიწერია და ამას ლენინგრადი გვიწერა. პეტერბურგი, პეტერბურგი არის. ლენინგრადი პეტერბურგი არის. ჩვენ ბელაძეს ყველათან მიგანიშნეთ სტალინგრადი და არა გვიწერა და წავშალეთ ბიჭო. ბოლო შეკითხვა. 4-ვე წავიდეთ. უცნობია ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ იცეკვეს თუ არა ქართველმა მეომრებმა. ქართული. თუმცა ცალსახაა, რომ მცირე აზიის უზარმაზარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავით სოსლანმა თავი გამოიჩინა. 3, 2, 1 ეს არის. აიყვანეთ ვინც გინდათ ეს კაცება წაფეთი რა. რაც გინდათ რაღაცა. ChatGPT-ს კითხოთ კითხები. თემები არის პრეზიდენტები, ეროვნება პასუხში და ციფრები და რიცხვები. სახელები სახელი პასუხში არ გვინდა. ხო, ეგ არ ქნიათ რა, მაგაზე ვითამაშოთ და რიცხვები დაბლოკე და მე იმას დაბლოკა პრეზიდენტი. არა, ნუზე მოქმედებ. ეროვნებაც. პრეზიდენტები თუ ციფრები და რიცხვები? ლენკა, ელოშ. პრეზიდენტები. თამაშობ პრეზიდენტებზე. იმენა არ. კაროჩე ზეგამდე არ. ვიღალეს. პირველი შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატების ამ რიგით მე-20 პრეზიდენტმა პოსტზე მხოლოდ 6 თვე გაატარა და აბრაამ ლინკოლნის შემდეგ მეორე პრეზიდენტია, რომელიც მოკლეს. თუ არ იცით რა არის კითხვაზე პასუხი, გამოცნობაში შესაძლოა ზარმაცი და ლაზანიას მოყვარული შინაური ცხოველი დაგეხმაროთ. ჩვენ გვარი ვიცით გარფილდი და არ მახსოვს სახელი, ტომასი მიწერია და ამას არა, მე აუცი ვაფშე რუზველტი დავწერე ვახსნა. შენ რა გეწერა? ჯეიმს გარფილდი. ეს არის ჯეიმს გარფილდი. რა ენდრიუ გარფილდი შეჭამა სპაიდერმენი. ერთი ქულა, ეს კიდე უფრო მეტ ინტრიგას. ერთი ქულა აიღეთ, მაგრამ სხვადასხვა დაწერე. ხო, ბიჭო, სახელი არ ფახსოვდა. თომას და ჯეიმს. შემდეგი შეკითხვა. შესაძლოა ბევრი ადამიანის მსგავსად თქვენც გგონიათ, რომ ეს ნობელის პრემიის მფლობელი ციხეში გარდაიცვალა. თუმცა 1994 წელს ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა და ეფექტური ნაბიჯებით რასობრივი უთანასწორობაც შეამცირა. იცი ხო? ნელსონ მანდელა არის ამაზე ყველა თანხმობა. ყველას კი წერია? კი. აი, რავი. აი, დავიცადოთ ხოლმე, მაინც იქნება მე გადათქვას ადამიანმა. მან დიმენა. მანდელას ეფექტი იყო. მანდელას ეფექტზე იყო მინიშნება, კი. კაი, ბოლო შეკითხვა.
ერვინისგან განსხვავებით, ეს პრეზიდენტი აფრიკაში არ მოღვაწეობდა, მაგრამ მოხერხებულობის გამო ორივეს მეტსახელს ერთი ცხოველი აერთიანებს. რომელი პრეზიდენტია კითხვაში ნაგულისხმევი? ეს ხო საქართველოს საქართველოა კი. ხო? ხო, ეგრე. აბა, მე დავწერე შევარდნაძე და ამან დაწერა გამსახურდი. თეთრი მელა. პეტრი მელა არის ედვარდ შევარდნაძე. არ მახსოვდა და აი წაგებას ყველაფერი მელა ხო. არა თქვენ ორივეს ერთი გვი არ გეწერათ? აი, უცებ ეროვნება პასუხში თუ ციფრები და რიცხვები. ციფრები და რიცხვები. ეროვნება პასუხი. მონეტით გავაკეთე. არა, მონეტაზე არის ციფრები. ეროვნება ციფრი. თუ ციფრი იყოს ერთიანი. ციფრი იყოს ერთიანი. და ეროვნება იყოს გორჯღავი. ეროვნება გერბი ეხა ბუნებრივად. ერთიანი ამოვადა. კიდე ერთიანი თუ ამოვიდა. ციფრები და რიცხვები. ბიჭო, ერთიანი ჯდება სულ ძმა, ისა მაგნიტი. რას გვიშვებიჩე? ჩვენ კი არა, მართლა ჩვენ რას უშვებით, რა დაუგვიშავა კაცო. სიმამაცით განთქმულ გამოსაცნობ მეომრებს და მათ ქართულ ანალოგს თითქმის 2300 წელი აშორებთ ერთმანეთისგან. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, მტერი ორივეს შემთხვევაში საერთოა. ჩვენი პასუხის შემთხვევაში ეს არის აქემენიდური სპარსეთი, ქართულ შემთხვევაში კი ყაჯართა ირანი. თქვენ უნდა დაასახელოთ აი არაქართული, ანუ მსოფლიო ანალოგი რაც არის გამოსაცნობ მეომრები. ქართობის ანალოგი არის. 2 1 და მაჩვენეთ. აი აქ არის სპარტანელები, ხო? 300 სპარტელი მიწერია მე. ისაღებია ორივე პასუხი. შემდეგი შეკითხვა. თუ შეთქმულების თეორიები გიტაცებთ, ერთხელ მაინც გექნებოდათ სურვილი ლას-ვეგასთან ახლოს ნევადის უდაბნოში მდებარე ადგილას ამოგეყოთ თავი და იქნება არამიწიერი არცებებიც გეხილათ. თუმცა აქ მოხვედრა გაგიჭირდებათ, რადგან ეს ადგილი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და იდუმალი სამხედრო ობიექტია. მზად ხართ ყველა? მაშინ შემოტრიალთ. არის 51. მე ვწერდი სექტორ 51-ს და ეგ რო დამეწერა წავაგებდი. ვერ გეტყვით. ცნობილი ქართული ანდაზა მათ რამდენად უკავშირდება, თუმცა გამოჩენილი სიმამაცისთვის დიდება და სახელი ყოველმა მათგანმა თანაბრად გაიყო. კი, გადავიდეთ ეროვნულებში. აჰა, ხაზმა ხერხებული. მეგობრებო, ყურადღებით. ეროვნება პასუხში. ეს იქნება პასუხი უეჭველი. ეს პიროვნება სინამდვილეში ბრიტანელი იყო, თუმცა პირველ მსოფლიო ომში ძირითადად უდაბნოში ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლისას შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ყველასთვის ცნობილი მეტსახელი მიიღო. უფრო დიდი აღიარება მას 1962 წელს გამოსულმა დევიდლინის 7 გზის ოსკაროსანმა ფილმმა მოუტანა. ეს პიროვნება უნდა დაწეროთ. არა, მე ვერ წერ ვერაფერს. ლორენსო ფარაბია. მე არ მაქვს არაფერი. რა? ლორენსო ფარაბია. ეს არის ლოურენს არაბი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად, ლოურენს არაბი. მეორე შეკითხვა. ჯერ ვნახოთ. მართალია, ერთ ბალკანურ სახელმწიფოს დღეს წარსულისკვალი ნაკლებად ემჩნევა, თუმცა ამ ადამიანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ისტორიაში, როგორც მხედართმთავარმა და ორ კონტინენტს შორის კულტურის გამავრცელებელმა. 1 ალექსანდრე მაკედონელი. კი ბატონო. ლოურენს არაბი ვინ არის, მაგის გაგ. კაი, ამ კითხვას. ბოლო კითხვა არის შანსი რომ გაათანაბროთ. ხარს არ ვიცი. მაგრამ აბასიანთა სახალიფოს ამ სარდლის წარმომავლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანას ნამდვილად უკავშირდება. მისი ლაშქრობა მე-9 საუკუნეში თბილისის ამირის წინააღმდეგ ქართველებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ გამოდგა. თქვენც მე არ მიწერია, მე არ მიწერია. სააკაც. აჰა, შაჰ აბასი დავწერე მე. მე მიწერე. ხარს არ ვიცი მეთქი. ხარზე ვიმაშობოდი და ვფიქრობდი რა იყო. ეს იყო ბუღათური. ბუღა. ძალიან დაღლილი აღარ შეიძლება. ამის გაგრძელება. ხარზე მიყოლი ხარი თქო, სადღაც ხარი არის. გილოცავთ ფინალში გასვლას, აღარ მაქვს ენერგია რომ ენერგიულად მოგილოცოთ. იჯეკ მე გნახავ. მე გნახავ. ეს კადრისთვის თორე. ბრავო, ხალხო, რა ვიცი, თქვენც უნდა ჩამოგართვათ ხელი, მოგების ტოლფასი წაგება იყო. 6 ძირითადი რაუნდისა და 6 თემის შემდეგ ასე აღმოჩნდა ეს ყველაფერი.
ზიაც და ოზის კიდევ ვიხილავთ უკვე ფინალში. თქვენ კი უნდა გადმოგცეთ საჩუქრები. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებსა და სპონსორებს. PSP-ს მადლობა ერთგულად ჩვენი მეგობრობისა და სპონსორობისთვის და PSP-ს საჩუქრებიც აქვე. ეს თქვენ რა კითხვა და კიდევ თითო ჩანთა, როდესაც სტუდიიდან გახვალთ PSP-სგან გერგებად. მადლობა ბატონო. მადლობა დანკინს, სამყავის გარეშე ვერ გავძლებდით ამდენ ხანს 6 დამატებითი თემის განმავლობაში. მადლობა პარტნიორობისთვის. გამომცემლობა ინტელექტი არის მაძიებლის მეოთხე სეზონის გენერალური სპონსორი და საჩუქრები გამომცემლობა ინტელექტისგან თქვენ. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ინტელექტის რაუნდი მაძიებლის ისტორიაში. მადლობა Click Productions ჩვენი გადაღებისთვის და Heima Productions ჩვენი მუსიკალური გაფორმებისთვის და მადლობა მაყურებელ ჩვენი გაძლებისთვის. იმედია გამოიწერეთ უკვე არხი. ამის შემდეგ არ ვიცი თუ გაგიჩნდათ, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. სინამდვილეში ძალიან დაძაბული და საინტერესო იყო. პენალტების სერია რო გრძელდება ხოლმე 12 პენალტს რო არ ტყავენ, აი ეგეთი იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველა პლატფორმაზე, თაროს თაობა მოძებნეთ, მაძიებელს უყურეთ და მოკლედ ყველანაირად შემოგთავაზებთ საინტერესო კონტენტებს. რა უნდა ვთქვა? კიდე რამე უნდა ვთქვა? არა. ტადი მიწეკი და ცოტა. არქა იყავ, ხალხო. გენიალური ხალხი გას. მაძიებლის მეოთხე სეზონის ფინალში საფინალედ სასიკადულო ხალხი ყავს. კალა და ტატო, ტატო და კალა, ოზი და ზიადი, ზიადი და ოზი. კალა შენიცი. შენიცი კალა. მე არ ვიცი ახლა, რომელს დაერევით. რა შუაშია თავის გადანერგვა და ტვინის გადანერგვა? ვიცი და რა ვქნა. მაგითო უნდა მსემო. მაგითო რა მითხრა. მაგარია. სიცხე მომიწია ის. აფიქსირებ. თუ ეს არასწორია, შენმა ზედმეტად ვცხოვრდნამ და გუპა ეხა.